მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს ვიდეო პოდკასტს სახელწოდებით როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, ვისაუბრებთ სამოქალაქო თავდაცვის ობიექტებზე, ანუ ეგრეთ წოდებულ ბუნკერებზე, რომლებიც შემორჩა საქართველოს საბჭოთა კავშირის პერიოდიდან, ვისაუბრებთ სამოქალაქო თავდაცვის სისტემებზე და როგორ მუშაობს ის სხვადასხვა ქვეყნებში და ასევე ვისაუბრებთ თუ როგორ შეიძლება თანამედროვე საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი. დღეს ჩვენი სტუმარი არის ურბანული მკვლევარი და პროექტ ჯეოსტალკის დამფუძნებელი ალექსანდრე ტატევოსიანი. ვიდრე გადავიდოდეთ ძალიან საინტერესო ეპიზოდზე, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, იაქტიუროთ კომენტარებში და გამოიწეროთ ჩვენი, ანუ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის YouTube-ის გვერდი. თითოეული თქვენი ინტერაქცია ჩვენ გვეხმარება ხმა მივაწვდინოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ იაქტიუროთ კომენტარებში, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები და გამოიწეროთ ჩვენი, ანუ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის YouTube-ის გვერდი. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე. და მოდი დავიწყოთ იმითი, რომ მინდა რომ გაეცნო ხალხს რა არის ჯეოსტალკი და კონკრეტულად რას აკეთებს ეს პროექტი? პირველ რიგში დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის. თვითონ პროექტი ჯეოსტალკი მე დავაარსე სადღაც 2016 წელს და მაშინ ჩემი პირველი გამოცდილება იყო მიწისქვეშა ნაგებობებში ჩასვლა და ეგეთი რაღაცა. ადრე იყო რამდენიმე ესეთი ჯგუფი ურბანული მკვლევარების და ერთ-ერთი იყო მახსოვს urbex.gi და ქონდათ რაღაც ღია ივენთი და წაგვიყვანეს სოფელი იყო, თუ არ ვცდები, ლამისყანა და იყო რაც შუა მინდორში ორსართულიანი მიწისქვეშა თავშესაფარი ბუნკერი რაღაც, რომ თავის დროზე იყო კავშირგაბმულობის სამხედრო რაღაცა თავშესაფარი, მაგრამ ნუ აი შეგნით სრული სიცარიელი იყო, მაგრამ იმ მომენტშიც ძალიან მომეწონა ისეთი ადგილი და წარმოვიდგინე, რომ საქართველოში რამდენი საინტერესო ეგეთი ადგილი იქნება და თან ამდენი თანამოაზროვნე რომ მყავს ამ საკითხში, იმიტომ რომ იქამდე ხა მათი პოსტები მხვდებოდა მე Facebook-ზე და შესაბამისად მინდოდა მათთან ერთად მევლოს ადგილებში, ანუ ბუნებრივია, როცა უცხო ადამიანი ხარ, ამ ასე ვთქვათ სფეროში არ გიშვებენ და გჭირდება მაინც ახლა საქართველოში რაც ნაცნობობა ჩარიო როგორც ხდება ხოლმე და ბავშვობაშიც მომწონდა ანუ მსგავს ობიექტებში ძრომიანი ხა მოგეხსენებათ 90-იანებში ყველაფერი რაღაც მიგდებულ მიტოვებული იყო და აი სტანდარტული რაღაცა ბიჭები რო ფეხბურთს თამაშობენ, აი დოგმა არ მომწონდა და ყოველთვის სადღაც დავოდიალობდი რაღაც შენობებს ვათვალიერებდი, რაღაც რა ქარხნები და 1000 რაღაცა მოკლედ და მომწონდა ბოლოს რომ აი ჩემს გარდა კიდე ვიღაცას აინტერესებს. და შესაბამისად მე ნელ-ნელა დავიწყე უკვე მაგას რაღაც ინფორმაციული სახის მიცემა, არა მარტო რაღაცა სურათების დადება და რაღაცა ობიექტის ისტორიას ვიკვლევდი, რაღაც ტექნიკურ დეტალებს და ასე შემდეგ რა. თავიდან მარტო ფოტომასალა მქონდა და მე უკვე ნელ-ნელა დავიწყე YouTube-ი, მაშინ რაღაც ძირძველი ჩინური კამერით ვიღებდი და მე ცოტა წესიერი კამერა ვიყიდე და უფრო სხვა ხარისხზე ავედი ასე ვთქვათ რა. კი. ძალიან საინტერესო თემა არის ზოგადად ახლა მე მართალი რო გითხრა დიდი ხანია ამ თემაზე არ ვიცი, ანუ ძალიან ახლო წარსულში გავიგე ეს თემა და ძალიან საინტერესოა თვითონ მოდი აუხსნათ მაყურებელს ურბანული კვლევა. რა არის ურბანული კვლევა და მსოფლიოში ეს მარტო საქართველოში არის თუ მთელ მსოფლიოში არის ეს მიმართულება? ურბანული მკვლევარები არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც აი მოსწონთ რაღაცა, ისეთი ადგილების დათვალიერება, რომლებიც აი მილიონობით ადამიანის თვალისგან არის დამალული. შეიძლება იარო ქუჩაში, შენს გარშემო რაღაც იყოს შენობები, ანუ გარედან გონია რომ თითქოს ჩვეულებრივი შენობა, მაგრამ თქვა შეიძლება იყოს მიტოვებული, ან მის შიგნით რამე ისეთ საინტერესო ხდებოდეს, ან რამე ისეთი ისტორიული დატვირთვა ქონდეს, რომელზეც არავინ არ საუბრობს, არსად მაგაზე ინფორმაცია არ არის და უბრალოდ აი ინტერესი გაგიზიდავს, აი რა ხდება შიგნით, აი მოდი ისეთ რაღაცას ვნახავ, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი ფიზიკურად ვერასდროს ვერ ნახავს. და არც თუ ისეთი მარტივი შესახწევი ობიექტები არის, ხშირ შემთხვევაში გჭირდება იქ რაღაც ნაცნობობა, ხშირ შემთხვევაში რაღაც შეიძლება აი ისეთ პატარა ვიწრო ტალახიან გვირაბში გახოხვა რომ მოხდე მანდ და ნუ მოკლედ ბევრი სხვა კიდე ხერხი არის.
ზოგადად არიან დიგერები, რომლებიც მარტო მიწის ქვეშეც ათვალიერებენ, არიან რუფერები, რომლებიც მარტო სახურავებზე დაძროებიან და არიან კიდევ სტალკერებს ეძახიან, ძირითადად რაღაც დახურულ ტერიტორიებზე დადიან, ქარხნების ავადმყოფოები, რაღაც ძველი სამხედრო ნაწილები და ასე შემდეგ, ჩერნობილის ზონაც თუნდაც. და არიან ხო ვისაც ექსტრემალური კონტენტი უნდა, იქ ვიღაც ერთხელზე არის ჩამოკიდებული რაღაც ახურავზე და არის უფრო მეორე ვარიანტი, უშუალოდ ურბანულ მკვლევარებს ვისაც ეძახიან და მეც ჩემ თავს მივეკუთვნი ურბანულ მკვლევარად, იმიტომ რომ მე რაღაც ისტორიულ და საინფორმაციო, ასე ვთქვათ, ფენას ვადებ ამ ყველაფერს, იმ მხრივ რომ ყვები ობიექტზე დეტალურ მთლიან, ასე ვთქვათ, ისტორიას და რა იყო, როდის იყო, როდის ააშენეს, როდის მიატოვეს და ვცდილობ, რომ ქართულ ინტერნეტ სივრცე შევავსვა ამ ინფორმაციით. ხო, ანუ შენ ძირითადად შენ პრაქტიკაში დადიხარ ობიექტებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს აგებული სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები, ან სამოქალაქო ენაზე რო ვთქვათ, ბუნკერები, სხვადასხვა ტიპის ბუნკერები, რომელიც წლების განმავლობაში არის მიტოვებული, თუმცა საბჭოთა კავშირის დროს აშენებულია იმ მიზნით, რომ ომის პერიოდში ან ომის შემთხვევაში გამოყენებული იყოს ადამიანებისთვის თავშესაფრად. სანამ გადავალთ უშუალოდ რატო არის მნიშვნელოვანი ასეთი ტიპის ობიექტები და ის ადამიანები, ვინც ამ ტიპის ობიექტებს იკვლევენ და ამ თემაზე მუშაობენ, ძალიან მაინტერესებს, როცა დაიწყე ეს საქმე. რა იყო შენთვის ის რამაც გაგაკვირვა, რომ დაინახე, რომ შეხვედი, რომ ნახე, ანუ რა იყო ყველაზე შთამბეჭდავი, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება გაიხსენო ამ თემაზე. საქართველოში როცა დავიწყე მსგავსი ობიექტების დათვალიერება, მაშინ საკმაოდ ბევრი ობიექტი იყო, ერთი ძალიან ხელმისაწვდომი და მეორე ბევრად უფრო შენახულ მდგომარეობაში ვიდრე ეხლა. იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ერთ და იგივე ობიექტზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი გებულობს, ბევრი ესეთი ვანდალური აქტის მსურველი ჩადის მან და ყველაფერს ლეწავენ, შიგნით კოცონსაც ანთებენ და მოკლედ იყო პერიოდი, როცა ჩავდიოდი თავშესაფრებში და ერთ-ერთ თავშესაფარში მაგალითად ჩავედი და შუქი ენთო. ანუ ძალიან დიდი იშვიათობა არის საქართველოში, როცა თავშესაფარში შუქი ანთია და იყო მუშა მდგომარეობაში დიზელ გენერატორი. თან ისე დაემთხვა, არ ვიცი, რაღაც შუქის ვარდნა იყო თუ რაღაც, ის ავტომატურად დაიქოქა. არ ვიცი, რას კვებავდა, მაგრამ აშკარად რაღაცა ობიექტს კვებავდა ელექტროენერგიით თავის დროზე და მაშინ იმ ოთახში ვიყავით და ძალიან შეგვეშინდა მახსოვს, იმიტომ რომ 12 ცილინდრიანი დიზელ გენერატორი როცა იქოქება, საკმაოდ ხმაურიანი ამბავი არის და ერთ-ერთ თავშესაფარში მახსოვს ვნახე მთელი ის რაღაც აგიტაციო მასალა სამოქალაქო თავდაცვაზე, რაღაც იქ იყო ინსტრუქციები, როგორ მოიქცეთ სხვადასხვა სიტუაციებში ქართულად, რაც ასევე ძალიან დიდი იშვიათობა, იმიტომ რომ ძირითადად რუსულ ენაზე მხდება ხოლმე თავშესაფრებში, ეს აბრები, რომ თქვათ როგორ უნდა მოიქცე, როგორ უნდა დაიმალო, როგორ გაიკეთო აერწინაღი და ასე შემდეგ. ეგ იყო ყველაზე შთამბეჭდავი, რომ ნახე თავშესაფარი, რომელშიც რაღაც შენახულობა იყო, ძველი რაღაც აპარატურა სატელეფონო, ის ძველი პლაკატები იყო, დიზელ გენერატორი და როცა ნახე პირველად რომ შუქი ანთია, ჯერ მეგონა ვიღაცა არის რა და ძალიან ისე ფრთხილად ნელა მოძრაობდი და მე რომ ნახეთ რომ არავინ არ არის, უფრო თამამად ვიარეთ და მახსოვს ძალიან ისეთ ლამაზი ფოტოებიც გადავიღეთ თავის დროზე. შვენიერ, როგორც მე ვიცი, ზუსტად ამ მიზნით რომ ხალხი შიგნით არ ჩავიდეს, არ დაშავდეს, ან არ დააზიანოს იქაურება, არასაჯაროებთ ხოლმე, ხო? ძირითად შემთხვევაში შესასვლელები საიდანაა? კი, მე არასდროს არ ვასაჯაროებ არც ფოტო, არც ვიდეო მასალას შესასვლელებს, იმიტომ რომ ვიცი რა შეიძლება მოყვეს ამას. პირველ რიგში რომ ვიღაცა შეიძლება მან რამე დაიზიანოს, მეორე ის რომ ადამიანი შევა იქიდან რაღაცას მოიპარავს, რაღაცას დალეწავს, შეიძლება ცეცხლიც მოუკიდოს. მე უკვე ძალიან დიდი ინტერესი იქნება ამ ობიექტის მიმართ რაღაც ვთქვათ, თუნდაც მერის კუთხიდან და შეიძლება ის შესასვლელი საიდანაც ჩვენ უპრობლემოდ შევდიოდით, უბრალოდ რაღაც ამოასონ, ამოაშენონ და რაღაც გისოსი ჩამოკიდონ და უკვე ჩვენც ვეღარ შევალთ შესაბამისად, ასე ვთქვათ, ობიექტებს ვინახავთ, რომ ნაკლებმა ადამიანმა მან დიაროს. ძალიან საინტერესოა. მოდი გადავიდეთ ჩვენი საუბრის ძირითად ნაწილზე. და თვითონ ამ სამოქალაქო ობიექტებზე, იმიტომ რომ
ჩვენ უკვე ფართოდ გავრცელებული თემა არის, რომ უკვე ძალიან турბულენტურ სამყაროში ვცხოვრობთ, ხდება საერთაშორისო დონეზე ბევრი გადალაგებები. ბევრისთვის მულტიპოლარული სამყარო რატომღაც ასოცირდება მშვიდობასთან, მაგრამ ეს სულაც არ არის გარანტირებული, რომ მულტიპოლარული სამყარო რამდენადაც მშვიდობასთან ასოცირდება, იმიტომ რომ ჩვენ გამოცდილებაში მულტიპოლარულმა სამყარომ ორი მსოფლიო ომი შობა და არანაირი გარანტია არ არის იმის, რომ მშვიდობა პირიქით ჩვენერი ქვეყნებისთვის არის ძალიან გამოწვევებით სავსე მომავალი და ეს გამოწვევები ხშირად სუვერენიტეტის შენარჩუნების მიმართულებით არის და თავდაცვის მიმართულებით, იმიტომ რომ ასეთი ტიპის სამყაროში, მულტიპოლარულ სამყაროში დიდ ქვეყნებს ამბიციები და მადა ეხსნებათ ხოლმე და უფრო მომთხოვნები და უფრო აგრესიულები არიან ჩვენსავით პატარა ქვეყნებისთვის და ძალიან დიდი დიპლომატიური გამჭვრეტა და პოლიტიკური ხედვა არის საჭირო იმისთვის, რომ გადარჩი ასეთ სიტუაციაში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. და ზუსტად ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სამოქალაქო თავდაცვის თემა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს საუბრობთ ხოლმე თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე ამ პოდკასტში, სამოქალაქო თავდაცვა საკმარისად არ არის დაფარული და მინდა შენთან ერთად გავიარო ის თემები, რა გვაქვს ამ ეტაპზე და როგორ შეგვიძლია ის სიტუაცია გამოვასწოროთ. მოდი დავიწყოთ თვითონ შენი გამოცდილებით და შენი ცოდნით, რაც ნახე აქ. რა შექმნა საბჭოთა კავშირმა საქართველოს ტერიტორიაზე, ანუ რა ტიპის სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები გვხდება საქართველოში და თუ შეგვიძლია რომ კლასიფიცირება გავაკეთოთ, რა ტიპის ობიექტები არის. კი ბატონო, საქართველოს ზოგადად გეოპოლიტიკურად ისეთ ადგილას არის განლაგებული, სადაც გარშემო ბევრი არც თუ ისეთი კეთილსინდისიერი და არც თუ ისეთი მეგობრული ქვეყანა არის, განსაკუთრებით რუსეთი, თუმცა არა მხოლოდ. და ესე იგი, რაც შეეხება უკვე თავშესაფრების მშენებლობა საქართველოში, დავბრუნდეთ მეორე მსოფლიო ომის პერიოდამდე. პირველი თავშესაფრები საქართველოში სადღაც 30-იან წლებში ააგეს. იყო ქალაქის ცენტრში განლაგებული, პირდაპირ ჭრიდნენ გვირაბებს უშუალოდ კლდეში და ის კლდე იყო ბუნებრივი, ასე ვთქვათ, ფარი და იყო გვირაბიანი სისტემა. რას გულისხმობს? არის ესე იგი რაღაც გვირაბების სისტემა, ლაბირინთივით გაკეთებული და ნახევარი გვირაბი იყო ფეხით მოსიარულეებისთვის და ნახევარზე იყო ესეთი ორი ცალი ლოგინი, რომელიც ესე მექანიზმით იწეოდა კედელზე. შესაბამისად ყოველ რაღაც 2 მეტრში იყო ორი ცალი ესეთი საწოლი ადამიანებისთვის და რამდენი საწოლიც იყო რეალურად იმდენ ადამიანზე იყო ის თავშესაფარი გათვლილი და მე როგორც ვიცი არც მეორე მსოფლიო ომის დროს ეგ თავშესაფრები არ გამოუყენებიათ და რამდენიმე ეგეცოდინებათ ალბათ ბოტანიკურის გვირაბი ეგრეთ წოდებული 90-იანებში უბრალოდ გვირაბის ფუნქცია ჰქონდა მაგას პირდაპირ გადიოდით ნარეყალას ქვეშ და ეგრევე შედიოდით ბოტანიკურ ბაღში და შესაბამისად ორმაგი დანიშნულება ქონდა გვირაბიც იყო თავშესაფარიც იყო. მე გაიყიდა მახსოვს ღამის კლუბი იყო მანდ, მე კიდე გაიყიდა მოკლედ რაღაც მისი ისტორია ბოლომდე ასე ვთქვათ არც მე ვიცი, იმიტომ რომ იმდენი მე პატრონე შეიცვალა თავშესაფარმა რომ ვერ გაიგებ და მოგვიანებით უკვე მეორე მსოფლიო ომის მერე დაიწყეს უფრო მასშტაბური მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობა მეტროსთან პარალელურად, იმიტომ რომ თავის დროზე მეტროს მაგივრად შენდებოდა რამდენიმე მიწისქვეშა თავშესაფარი. და მერე ჩვენებმა რაღაც მოატყუეს საბჭოთა კავშირი და ბარე მეტრო ავაშენოთ იყო. მაგ პერიოდში აშენებდნენ კლდოვან ქანებში თავშესაფრებს. ტყვე გერმანელები ძირითადად იყვნენ ამ პროექტში ჩართულები, იმიტომ რომ უბრალოდ საბჭოთა კავშირში არ იყო იმ ხელა გამოცდილება ამ გვირაბშენებლობის და მოგვიანებით უკვე 70-იან წლებში გადავიდნენ უკვე ისეთ რკინაბეტონის კონსტრუქციებზე. იყო რამდენიმე ტიპიური პროექტი ამ თავშესაფრების კლასიფიკაციაც ჰქონდათ, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე კლასი. მეოთხე კლასი იყო ყველაზე ისეთი, მოდი ვთქვათ, ბანძი თავშესაფარი, ყველაზე პრიმიტიული, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი დაიმალოს, რაც დაბომბაც გაუძლოს და გავიდეს. შემდეგ მესამე კლასი ცოტა უკეთესი, მეორე კიდევ უკეთესი და პირველი კლასი იყო ძირითადად საკომანდო პუნქტი, ან მაღალჩინოსანი ადამიანებისთვის, მთავრობის წევრებისთვის, ეგეთ ადამიანებზე გათვლილი თავშესაფარი. იყო როგორც ასე კლდეში გამოთხრილი,
ასევე იყო უშუალოდ რაღაცა შენობების ქვეშ განლაგებული. მაგალითად, პროექტდებოდა რამე, სკოლა, სამინისტრო ან რაღაც ესეთი ადმინისტრაციული შენობა, პროექტდებოდა ისე, რომ სარდაფის ქვევით უნდა ყოფილიყო დიდი თავშესაფარი, 1 ან 2 სართულიანი, გააჩნია ვთქვათ, რამდენ ადამიანზე იყო გათვლილი. შესაბამისად, ინტეგრირებული ტიპის თავშესაფრები იყო ძირითადად იმ პერიოდში. მე უკვე როცა საბჭოთა კავშირში ბრეჟნევის დროს რაოდენობაზე გადიოდნენ, მახსოვს ძალიან ბევრ ძველ სახლში, მაგალითად სადღაცა თბილისის ცენტრი ავიღო ცოლოლაკი მარჯანიშვილი, აი ეს იტალიური ეზოები ხო ვიცით ის ძველი სახლები ხო მე-19 საუკუნის, იღებდნენ უბრალოდ იმ შენობების სარდაფებს, უყენებდნენ რაღაც ჰერმეტულ კარებს, ავენტილაციო დანადგარებს და სიაში ემატებოდა ერთი თავშესაფარი. ან ამავდროულად ბევრს ჰქონდა ხის ჭერი, რაც რეალურად დიდად ვერაფერს ვერ გაუძლებდა. და უბრალოდ სტატისტიკისთვის, რაოდენობისთვის ემატებოდა. ქარხნებშიც და საავადმყოფოებშიც ამატებდნენ ამ თავშესაფრებს, ოღონ უკვე ცალკე მდგომი თავშესაფარი იყო, როცა შენობა უკვე დგას და მაგალითად მის ეზოში ამოთხარეს გალავანი, ჩაასხეს ბეტონი, ზემოდან დააყარეს მიწა, გააკეთეს პარკი, ხეები დარგეს რაღაცა, შენიღბეს რა, მოკლედ. და 90-იანების ბოლოს, როდესაც საბჭოთა კავშირი უბრალოდ 90-იანების დასაწყისში უკვე როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამ ინფრასტრუქტურის, ასე ვთქვათ, მიმხედი არავინ აღარ იყო საქართველოში, არც გვეცალა მაგისთვის იქ. სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი, მოკლედ ეკონომიკური მთელი უბედურება, უშუქობა და რაც იყო და იმ პერიოდში ამ თავშესაფრების უმეტესი ნაწილის ინვენტარი ყველამ გაიტანა და დღემდე მშალხიძე იყიდებს ძველი აირწინაღები და რაღაცა ძველი აპარატურა და 1000 რაღაცა. მიუხედავად იმისა, ხანდახან თავშესაფრებში მაინც გვხვდება რაღაცეები, მაგრამ ძირითადად უკვე არამუშავ მდგომარეობაში ხა 30-35 წელი რაღაცა სინესტეში როდეოს, მაგას ახლა ვერ გამოიყენებ ძალიან რომ მოინდომო. და ბოლოს უკვე ბევრი თავშესაფარი დაინგრა, კორპუსი ააშენეს, მაგალითად ზოგი გასხვის და რაღაც ზოგან საბილიარდო არის, ზოგან საწყობი არის, ზოგან რესტორანი არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ სამოქალაქო თავდაცვის ფუნქცია რო არ არსებობს, იქიდან უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანები, ვინც ქალაქში ცხოვრობენ, არავის ინსტრუქცია არ აქვს დაბომბვის შემთხვევაში სად უნდა წავიდეს. სამწუხაროდ ესე არის, არ ტარდება შესაბამისი სწავლებები, ანუ ჩემ დროს მახსოვს სკოლაში ტარდებოდა მაგალითად სამოქალაქო თავდაცვის გაკვეთილები, უნივერსიტეტებში ტარდებოდა და ისეთაც მოსახლეობაში პერიოდულად უნდა ჩატარებულიყო ეგ სწავლება. იგულისხმებოდა, რომ ადამიანებისთვის მიეცათ ინფორმაცია უახლოესი თავშესაფარი სად არის, რა რაოდენობის ხალხი ეტევა, როგორ უნდა მოიქცეთ, ან რა უნდა გქონდეს ინვენტარი წაღებული და ასე შემდეგ. დღესდღეობით ეს ყველაფერი არ არის, უბრალოდ თბილისში გაგვიმართლა იმ ხრივ, რომ გვაქვს მეტროპოლიტენი და თქვათ დაბომბვის შემთხვევაში ან რამე რომ მოხდეს, ადამიანების რაღაც გარკვეულ ნაწილს მეტრო შეიფარებს იმ ხრივ, რომ ღრმად არის აქ ავტონომიური წყალმომარაგება, ელექტრომომარაგება და თქვათ სავენტილაციო სისტემა. დანარჩენი თავშესაფრები ახლა ზოგი ისე მდგომარეობაშია, რომ პირადად მე არავის არ ურჩევდი მან ჩასვლას, ზოგი დატბორილი არის, ზოგი ნაგვიცავსე არის და ერთი არის რომ თვითონ შენობა არის და შეიძლება თავი შეაფარო, მაგრამ შიგნით საკვები პროდუქტები, წყლის ტუალეტი, პირველადი დახმარება არაფერი ესეთი კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში შუქი შენ მან არ გექნება, წყალი მან შენ არ გექნება, შეიძლება სინესტე იყოს და იმ სინესტეში ყველა ადამიანი ხა ვერძლებს და ბევრ პრობლემასთან ბრძოლა ადამიანებს მოუწევთ უკვე უშუალოდ ადგილზე რა. და ეს ობიექტები, რაზეც შენ გაქვს ინფორმაცია, სადაც ყოფილხარ, რაც გინახავს, მარტო თბილისშია კონცენტრირებული თუ საქართველოს სხვა ქალაქებშიც არის? ყველაზე დიდი კონცენტრაცია არის თბილისში, სადღაც 500-მდე თავშესაფარი არის თბილისში აშენებული, ეგ უშუალოდ სამოქალაქო თავდაცვას რაც შეეხება, მაგის გარდა კიდე არის სხვა ობიექტები, სხვადასხვა დანიშნულების. რა ტიპის ობიექტებზე არის? შეიძლება იყოს მაგალითად რაღაც გვირაბები, შეიძლება იყოს მიწისქვეშა წყლის კოლექტორები, ან მიწისქვეშა მდინარეები, თუნდაც მეტროს ინფრასტრუქტურა ავიღოთ და სხვა რაღაცა ვთქვათ, უკვე ისეთი არასამოქალაქო დანიშნულების ობიექტები იქნება. და რეგიონებში უშუალოდ რო ავიღოთ რამე რაიონული ცენტრი ან ცოტა პატარა ქალაქი, იმდროინდელი ნარატივით ყველა ქალაქში სადაც არის მაგალითად გამგეობა, ფოსტა და ისეთი ადმინისტრაციული შენობები, იმათ ქვეშ როგორც წესია ყოველთვის არის თავშესაფარი.
და შესაბამისად მაგის გარდა შეიძლება კიდევ რამდენიმე იყოს. ახლა მაგალითად ბოლოს მახსოვს ჭიათურაში 16-მდე თავშესაფარი იყო, იქიდან სადღაც 3-ში ვიყავით ჩვენ ჩასულები. იმის მერე მახსოვს ერთი დაანგრიეს. ქუთაისშიც რამდენიმე მაგ ნანახი, მაგრამ სულ დატბორილი არის და რა ნაგვით არის სავსე. აჭარაში მეეჭვება რამე რომ იყოს დღესდღეობით შენარჩუნებული, იმიტომ რომ სავარაუდო წლით იქნება სავსე, მან ისეთი ნიადაგი არის მაინც რომ თუ ჰიდროიზოლაციას არ მიხედეთ თავის დროზე, აი გურია აჭარა, ეგრევე იტბორება ნებისმიერი მიწისქვეშა ნაგებობა. შესაბამისად ვერ გამოიყენებ და ჯობია თქვათ წინასწარ ამ ალტერნატიული ნახო. იგივე მაგალითად მიწისქვეშა საპარკინგები ახალ თანამედროვე სავაჭრო ცენტრებში და რაღაც საცხოვრებელ კორპუსებში არის ეგ გათვალისწინებული და ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაც უშუალოდ დარტყმას და თქვათ ნამსხვრევებისგან დაცვას უზრუნველყოფს ის ადგილი. მაგრამ ისევ და ისევ ღია სივრცე არის, დაგჭირდებათ მათ თბილტანსაცმელი, დაგჭირდებათ ფანრები, დაგჭირდებათ რაღაც რავი საკვების მოსამზადებელი რაღაც გასქურა და ასე შემდეგ დანარჩენი ყველაფერი ხო. ეხლა ვინმე როშარი არ მოგდოს რაზე ლაპარაკობთ, მე მახსოვს ჩვენ ვისაუბრეთ რომ გეგმავდით ამ ეპიზოდს რომ საიდან ხანდახან საიდან გიწევს ხოლმე ინფორმაციის მოძიება ამა თუ იმ ობიექტზე. რომ ეს ობიექტები, ამ ობიექტების აშენების შესახებ ინფორმაცია არა მარტო საქართველოში ინახება, არამედ სხვა ქვეყნებშიც ინახება. და ამაზე რომ ვისაუბროთ. კი ბუნებრივია ახლა ეს რაც საქართველოში გვაქვს ინფრასტრუქტურა, ეს ყველაფერი აშენდა საბჭოთა კავშირის დროს და ბუნებრივია რუსეთში ამის ინფორმაცია არის, იშოვება და ხშირ შემთხვევაში რაც რუსულენოვან ფორუმებზეც ამ ბევრ ინფორმაციას ვაწყდები ჩვენ ობიექტების შესახებ, იქნება იქ განლაგება, აშენების წელი, დანიშნულება და ასე შემდეგ და მეორე პრობლემა აღარ არის რომ მიხვიდე ნახო რა არის. თუ ეხლა რა თქმა უნდა რაც დაცული ობიექტი არის და რაღაც სამხედრო დანიშნულების ობიექტი არის, ეგეთ ობიექტებს მე არ ვეკარები, მაგრამ თუ რაღაც თქვათ კარი ჩალეწილია და ჩადი, რატომაც არა. ხო, კი ბატონო. ხო, ეს ის იმისთვის რომ ვინმე არ იფიქროს რომ ჩვენ ამ ობიექტებს ვასაჯაროვებთ აქ, ინფორმაცია ვისაც არ უნდა კონდეს, იმას პირველ რიგში აქვს, ამიტომ ცოტა სხვა მიმართულებით არის ამ თემაზე სამუშაო. მოდი გადავიდეთ შენ ნაწილობრივ ვისაუბრე სხვადასხვა პერიოდებზე აშენებისა, მაგრამ საინტერესოა თვითონ საბჭოთა სამოქალაქო თავდაცვის ლოგიკა, ანუ რა ლოგიკით იყო აშენებული ის ობიექტები, რა ობიექტებიც დღეს ვიცით რომ არის ჩვენს ტერიტორიაზე. ხო, მოკლედ ლოგიკა იყო შემდეგი, ესე იგი არის რაღაც დასახლებული პუნქტი და საბჭოთა კავშირის დროს ნებისმიერი დასახლებული პუნქტი ან ისტორიულად იყო, ან შენდებოდა რაიმე საწარმოს გარშემო. შესაბამისად, იმ საწარმოს ქვეშ და იმ საცხოვრებელი სახლების ქვეშ, ყველა სახლის ქვეშ არა. უმეტესობის ქვეშ შენდებოდა თავშესაფარი, ხა შუამინდორში რაღაცა ბევრი მწერს პირადში, რომ აი რაღაცა ტყეში ვიყავით, რაღაცა ვნახეთ, შენობა და იქ ბუნკერი არის 10 სართულიანი და იქიდან გვირაბი მიდის მოსკოვამდე, ნუ ეგ გამორიცხული არის. შუა ტყეში ან შუა მინდორში არავინ აქვს არ აგიშენებს, იმიტომ რომ არც თუ ისეთი იაფია მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობა და მოკლედ ნარატივი იყო ისეთი, მთლიანად 100% მოსახლეობას ვერ მალავ. გამორიცხულია, შესაბამისად იყო ის ადამიანები, ვისაც უნდა მან დაემალა დაყოფილი რაღაც ფენებად. პირველ რიგში იმალებოდა მაგალითად თავრობის წევრები, მათ ნათესავები, მეგობრები, მეზობლები და ასე შემდეგ. შემდგომ იმალებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლების პროფესია იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ ექიმები, მკვლევარები, რაღაცა ძალიან იშვიათი რაღაცის, აი ხელოსნები, აი, ნუ ვისაც ესე მოთხოვნადი პროფესიები, რომელსაც ესე მარტივად რაღაც ერთ კვირაში ვერ ასწავლი რაღაც კონკრეტული საქმის კეთებას. ნუ რაღაც ხელოვნების ადამიანები იქ მომღერლები და რაღაცა შესაბამისად დანარჩენ ესეთ მუშებს უწევდათ უკვე აი რაღაც მოფიქრება. რამდენიმე თავშესაფარზე მახსოვს შეხვდა წარწერა რომ თავშესაფარში არ არის ადგილი, ეძებეთ ასე ვთქვათ ბუნებრივი ისინი რა ქვია. წინაღობები, სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩაწვეთ და დაიმალოთ, ასე ვთქვათ რა. რეალურად დამალვის შესაძლებლობა ჰქონდათ დაახლოებით მოსახლეობის 30-35%-ს. ეგ ყველა ობიექტის 100%-ით დატვირთულობის შემთხვევაში რა. ეხლა უბრალოდ ვიღაცა იქ
ვინც მუშაობდა მაგალითად რა მშენებლობაზე, ან უბრალოდ ვიღაც უბრალო გლეხი ხალხისთვის არ იყო ეს თავშესაფრები გათვლილი, იმიტომ რომ იმ საბჭოთა ლოგიკით იმ ადამიანებს მარტივად ასე ვთქვათ ჩავანაცვლებთ, ხო? კი ბატონო, განსხვავება იყო არის უფრო სწორედ ამ ბუნკერების სტრუქტურაში ან მოცულობაში, ასე ვთქვათ, კომფორტის თვალსაზრისით სხვადასხვა ბუნკერებს შორის. შენ 4 კლასის ბუნკერი. 4 კლასი იყო, ეგ საბჭოთა სტანდარტებიდან, ну დღეს პრინციპში რასაც რუსეთში და ბელარუსში იყენებენ, ეგ დასავლეთში ცოტა სხვა სტანდარტები აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით. რეალურად როგორც ისეთი კომფორტი არც ერთ თავშესაფარს არ ქონდა ისეთი კლასიკური გაგებით. უბრალოდ პირველი კლასის ანუ ყველაზე მაღალი კლასის თავშესაფარში იყო ყველაზე სქელი ჰერმეტული კარები. ხშირ შემთხვევაში 2 ან 3, რომ აი დაბომბვას უეჭველი გაუძლოს, აი იქვე ახლოს რამე რო აფეთქდეს, იმ შემთხვევაშიც იყო უფრო კარგი დაჰაერება, იყო გაგრილების სისტემა, კონდიციონერების სისტემა, იყო დიზელ გენერატორები, რომ მუდმივი ის იყოს, რა ქვია, შუქიმანთ, ელექტროენერგია, ქონდათ კავშირი, ყავდათ მორიგე, იყო სამედიცინო პუნქტი და მოკლედ ბევრი რამ ისეთი ბენეფიტი, რაც თქვათ მეორე მესამე კლასის თავშესაფრებში არ იყო. თქვათ მესამე კლასის თავშესაფრებში იყო უბრალოდ სავენტილაციო ოთახი, იყო ჰერმეტული კარები და ნუ 100 კაცი ჩავიდოდა და მაქსიმუმ ერთი ტელეფონი ქონდათ, რომელთაც უკავშირდებოდნენ იმავე რაიონის რაღაც საკომანდო პუნქტს. მეტი მანდ არაფერი არ ხდებოდა. სადღაც აი პირველ მეორე კლასში კიდე დიზელ გენერატორები გვხვდებოდა სხვადასხვა ასე ვთქვათ მოცულობის და შესაბამისად მაქსიმუმ მე მგონი მეორე კლასში იყო განთვალისწინებული სამედიცინო პუნქტი. ანუ იყო ოთახი, სადაც იყო მორიგე ექიმი, რომ ადამიანებს რაღაც პირველად სამედიცინო დახმარება გაუწიოს. ეს მეორე ტიპის ბუნკერი იყო ალბათ თანამდებობის პირებისთვის. თანამდებობის პირებისთვის მაგალითად ან რამე ისეთი მეცნიერებისთვის, რაღაც ინჟინერებისთვის და VIP ბუნკერი. შეიძლება ეგრეს თქვათ რა. ეხლა მაგალითად წარმოიდგინე, რომ საბჭოთა თავშესაფარი არის და მაგალითად გერმანული ან რაღაც დასავლეთ ევროპაში აშენებული თავშესაფარი, ხო? რეალურად სხვაობა ერთი შეხედულებით არაფერი არ აქვს, მაგრამ აი ძალიან ელემენტარულ რაღაც ნაწილში ქონდათ სხვაობა კომფორტის კუთხით ადამიანებზე გათვლილი, ხო? მაგალითად ავიღოთ საბჭოთა თავშესაფრის ჩასასვლელი, ხო? არის რაღაცა უხეში კიბე, სადაც ანუ დასულ ადამიანსაც ხანდახან უჭირს ჩასვლა და რაღაც მოხუცზე და შეშმო პირზე ხო ზედმეტი არის საუბარი, აი რკინის მოაჯირიც არ არის, რომ ხელი მოკიდო ჩახვიდე, ხო? გერმანიაში მაგალითად უფრო ისეთი გრძელი და ისეთი პატარა კიბეები იყო გაკეთებული, რომ იქ ვიღაც ბებო რო ჩავა, უფრო გაუმარტივდება მან ჩასვლა, პატარა ის იყო ურიკისთვის გაკეთებული მაგალითად ბეტონები და მაგალითად თუ ბავშვიანი ვინმე არიან ეტლიანი, ჩვეულებრივად იყენებდა მაგ პანდუს. ელემენტარულად მახსოვს კიდე სხვაობა იყო, რომ კედლებზე ქონდათ ფოსფორის ზოლები გაკეთებული ჭერზე იატაკზე ყველგან, უცებ რომ თავშესაფარს შუქი წავიდეს. რამდენიმე წუთი ის კედლები ანათებენ და მან დრო მოძრაობ, შეიძლება რაღაც მიხვიდე დიზელ საგენერატორომდე და ის გენერატორი დაქოქო რა, ანუ ფანარიც შეიძლება არ დაგჭირდეს იმ მომენტში, ისე ქონდათ მოწყობილი. საწოლები ადამიანები სადაც წვანან, საბჭოთა ნარატივი იყო მგონი 50 სანტიმეტრის სიგანე და სიგრძე იყო 1.80 მ. თუ რაღაც იმ გაბარიტებზე უფრო დიდი ადამიანი იყავი, უკვე გიჭირდა იქ სკამის მიდმა მოდმა გჭირდებოდა, იქ დასავლეთში ცოტა დიდები იყო, ხან 1 მეტრამდე სიგანეშიც იყო ის საწოლი გაკეთებული. დანარჩენიც აი თუნდაც ავიღოთ ფილტრაციის სისტემა, ხო? საბჭოთა ბუნკერებში იყო ესე იგი ელექტროძრავი, რომელიც ატრიალებდა ამ ტურბინას, რომელსაც შემოქონდა ჰაერი და თქვათ გაითიშა ელექტროენერგია, უნდა მოსულიყო ადამიანი და ის სახელური ეტრიალებინა და ისე იყო განთავსებული, რომ რაღაც დახრილი უნდა იდგე და რაღაც 2-3 წუთში ზურგი რო გტკივა უკვე. გერმანიაში ესე იგი მაგ ნანახი სურათი, რომ დგას ველოსიპედი. ანუ ადამიანი ჯდება, ატრიალებს იმ ველოსიპედს, იმ ჰაერს სტუმბავს და ან დისკომფორტს არ განიცდის და ვითომ ესეთი წვრილმანი არის რაღაც, ხო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების კომფორტისთვის იქ თავშესაფარში. ხა წარმოიდგინე, ანუ რაღაც დაბომბვა მიდის, ადამიანები დასტრესილები არიან, რაღაც დახურულ სივრცეში არიან და კიდე ემდნენ დისკომფორტს რო უქმნი, რეალურად,
შეიძლებოდა მაგის გათვალისწინებაც. ხო, ანუ როგორც ჩანს ერთის მხრივ ძალიან საბჭოთა ბუნკერები უფრო ტექნიკური იყო, ანუ ჩამონათვალი იყო შესრულებული, ჩვენთან რო იციან წიჭკები იყო დასმული, რომ ყველაფერი გაკეთებულია და უფრო დასავლური მენტალიტეტი იყო, რომ არა მარტო გაკეთებულია, არამედ გათვლილია როგორ უნდა გამოიყენოს რა და კომფორტი ერთია, მაგრამ გამოყენებადობაც მეორეა, სად ერთი ხელით რო ატრიალებ და სად ველოსიპედის სტილში რო არის, გაცილებით უფრო მარტივია, ნაკლებად იღლები. ფიქრი ქონდათ უკვე აი ესეთ რაღაცაზე, რომ აი წარმოიდგინე ახლა მე რო დავდგე და ის სახელური რო ვატრიალო, მოდი რაღაცა უფრო უკეთეს მოვიფიქრებ რა. უფრო მარტივს. ანუ ისევ ხომ მე მომიწევს მან მაგალითად დამალვა ან ჩემ ოჯახის წევრს ან ვიღაცას ხო? ანუ აი ძალიან ელემენტარულ რაღაცებზე ქონდათ ნაფიქრი. მინდა რომ ამას ჩაუღრმავდეთ, რომ ხშირად არის ხოლმე საუბარი, რომ აი დაბომბვის შემთხვევაში საკუჭნაოში ან რაღაც ეგეთ ადგილში დაიმალეთ ასე შემდეგ რა, აღარ ჩაუღრმავდები ამ თემას, მაგრამ რა კომპონენტები აქცევს უბრალო სარდაფს ბუნკერად? ანუ რა კომპონენტები უნდა გქონდეს ამ შენობას ან ობიექტს, რომ ის ჩაითვალოს სამოქალაქო თავდაცვის ობიექტად. ნუ თუ ძალიან ჩაუღრმავდებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კედლების სისქეს. ანუ სადღაც 9 მეტრი 60 სანტიმეტრი უმაღლესი ხარისხის ბეტონი, რკინაბეტონის კედელი უნდა იყოს ჩასხმული. უნდა იყოს ესე იგი მინიმუმ 2 შესასვლელი, მაგალითად რაღაც შენობის ქვეშ არის და რო წარმოვიდგინოთ ესეთი 5, ერთი შესასვლელი, მეორე შესასვლელი და მესამე კიდე სათადარიგო, ანუ სტანდარტით ეგრე იყო და ის სათადარიგოთან იყო სავენტილაციო შახტა, საიდან შემოდიოდა ჰაერი. ესე იგი იქიდან ჰაერი რო შემოდიოდა, იყო ფილტრაციის სისტემა. ის ფილტრაციის სისტემა პირველ მომუშავე, ასე ვთქვათ, რეჟიმში ფილტრავდა მხოლოდ ესეთ მსხვილ ნაწილაკებს, მტვერს და ასე შემდეგ. მე მორიგეს შეეძლო მაგალითად გადაერთა ეგ რეჟიმი მეორე მუშაობის რეჟიმზე და გადიოდა ეს ჰაერი სპეციალურ ფილტრაციის სისტემას, რომელიც ქიმიურ და ბიოლოგიურ რაღაც ნაწილაკებს ფილტრავდა, რომ იქ შიგნით ხალხი არ დაგეხოცოს შესაბამისად. და იყო ის კიდე გაკეთებული ჰერმოკლაპნები, სწორად თქვი ქართულად. ანუ იყო ეგეთი კლაპანი, რომელიც ჰაერს ატარებდა, მაგრამ უშუალოდ დარტყმის ძალა რო დაადგებოდა, იკეტებოდა ჰერმეტულად. რომ შიგნით არ შექმნილიყო მაგალითად წნევის ცვალებადობა. და პირველი კლასის თავშესაფრებში შიგნით იყო დამატებითი კიდე ჟანგბადის და ჰაერის ბალონები, რომ შიგნით წნევა უფრო მაღალი ყოფილიყო ვიდრე გარეთ, რომ რაიმე მავნე აირები შიგნით რამე ბზარებით, აღრმულებით რო არ შემოსულიყო და პირიქით განდევნა ხდებოდა იმ ჰაერის გარეთ. მერე უკვე შიგნით დაამატეს დროთა განმავლობაში უფრო ესეთი ჰიდროიზოლაცია გამოიყენეს, უფრო სქელი და ის ღრმულები უფრო კარგად იყო ხოლმე შევსებული და ის ბალონები ამოიღეს და მარტო რაღაც სამხედრო ობიექტებზე მინახია, ისიც ბელარუსში და მეტი პრინციპში არსად. კი ბატონო. ეს ბუნკერები მარტო აფეთქების არ იყო, ანუ ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული დაბინძურებისგანაც იცავდა, ანუ ამ შემთხვევებისთვისაც ფუნქციონირებდა. ხო, ცივი ომი როცა იყო რუსეთ-ამერიკას შორის, ანუ როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე შეერთებულ შტატებში შენდებოდა თავშესაფრები, რომლებიც არამხოლოდ დარტყმაზე იყო გათვლილი, უშუალოდ იყო გათვლილი ბირთვულ დარტყმაზე. იყო მთელი სცენარი დაწერილი, აი ქალაქის რომელ მხარეს ჩამოვარდებოდა ატომური ბომბი, იმის დამიხედვით ვინ სად როგორ იმალება, ნარატივით 30 დღე ადამიანები იმალებიან შიგნით, იმ თავშესაფარში არის ზუსტად 30 დღის მარაგი წყლის, საკვების, ფილტრების რესურსის და ასე შემდეგ. 30 დღის მერე იგულისხმებოდა, რომ აი ეს რადიაციული დონე რაღაც საზზე ქვემოთ ჩავა და ადამიანებს შეუძლიათ უკვე ამ თავშესაფრიდან გასვლა და იმ დაზარალებული ზონიდან გასვლა, იმიტომ რომ მათ ამოსაყვანოთ მოვა სპეციალური მანქანები ან მატარებელი და გაიყვანს ამათ. კი ბატონო, ის თავდაცვის ობიექტები, რაც გვხვდება ახლა და რაზეც აი თავისუფლად შეგიძლია ჩასვლა არა დაცული, ასე ვთქვათ, და სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი. რა მდგომარეობაში არის შეგიძლია აგვიღწევა? ანუ უმეტესი ობიექტი სამწუხაროდ აი სრულად არის გაძარცული, ანუ შედიხარ ცარიელი კედლები გვხვდება, რეგიონებში შემხვედრია ის, რომ შუაში კედლები რაც იყო, ის კედლები აგურებად აქვთ ადამიანებს დაშლილი და მაგ აგურებით სახლებს იშენებენ. ანუ იმ პროცესს შევესწარი უბრალოდ რამდენიმეგან და
წარმოვიდგინე რა დონის ესე იგი მონდომებულები ვართ მაგ საკითხში. ზოგ თავში საფარში ახლა მაგალითად წყალი ჩადის და დატბორილი არის და გჭირდება მაგალითად სპეციალური აღჭურვილობა მან უბრალოდ რომ გაიარო. ზოგ უბრალოდ ძალიან ბევრი ნაგავი ყრია. სანაგვედი იყენებენ, საპირფარეშოდ იყენებენ, ზოგან ლეიბები მხვდება, სადაც ერთგან ორგან ბომჟი შემხვდა, რომელსაც ეძინა. და მოკლედ აი ვისაც როგორც უნდა, ასე თქვათ, ისე იყენებს. კი ბატონო, რა არის, ანუ რა ხიფათის შემცველია ეს ობიექტები, ანუ ეხლა ამ მდგომარეობებიდან გამომდინარე, ხო? ანუ შესაძლებელია სიტყვაზე ერთჯერადად ან მრავალჯერადად თავისი დანიშნულებით რო იყოს გამოყენებული. მაგისთვის საჭირო არის კვლევების ჩატარება, უკვე უშუალოდ იქ არქიტექტორების და ვინც არის ამ საკითხში ჩართული. უნდა შემოწმდეს რავი, გეოლოგები გჭირდება იქ ბეტონს ვინც ამოწმებს რა ხარისხით არის, იმიტომ რომ დიდი ხანი როგორც ვიცი, როცა სინესტე არის შენობაში, უკვე ბეტონის დაზიანება მიდის და სჭირდება ვიღაც ექსპერტი, ვინც დაადგენს ის ობიექტი რამდენად მგრადია, თქვათ, რამდენად აღდგენადია, ან ჯობია თქვათ აღარ ჩავდოთ მაგაში ფინანსები. და თუ კი კონსტრუქცია არ არის დაზიანებული და თვითონ ის რკინა ბეტონის, ასე ვთქვათ, ჩონჩხი ცოცხალია, დანარჩენის მოგვარება უკვე მარტივად შეიძლება იმ კუთხით, რომ შეიძლება შევიძინოთ ან ჩამოვასხათ ჰერმეტული კარები, რომლებიც უკვე დიდი ხანია ჯარში არ ჩაბარებული, ხშირ შემთხვევაში, ანუ სავენტილაციო სისტემა, ის თუნუკის მილაკების გაყვანა და ვთქვათ, ფილტრების და რამდენიმე ძრავის დადგმა, არც თუ ისე დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, ელექტროობა, ვთქვათ, კედლების შეღებვა და დიდი არაფერი. კი. და შენი კვლევების ფარგლებში თუ გინახავს, ვის ეკუთვნის ახლა ეს ობიექტები? ანუ სახელმწიფოს საკუთრებაშია და ოფიციალურად აღრიცხვაზე არის თუ ზოგი გასხვისებულია, ზოგი უბრალოდ დაკარგულია და არც არავინ არ იცის ამის შესახებ? უმეტესობა როგორც ვიცი, სახელმწიფოს ბალანსზე არის, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე უნდა იყოს წესით. ზოგი კერძო არის, იმიტომ რომ არის მოხდარი რაღაც კერძო ტერიტორიაზე და შესაბამისად პრივატიზებული. ხო, აი მაგალითად რაღაც ქარხანა არის ან რაღაცა ცეხი არის, რომელიც ადრე იყო რაღაცა ქარხნის ნაწილი და ის თავშესაფარი მათი ხდება ავტომატურად და იმას იყენებენ თქვათ რაღაც მასალების საცავად. შესაბამისად სახელმწიფო ვერ ამენეჯებს მაგ საკითხს. ზოგი არის უკვე დანგრეული, მე ბევრგან შევსწრებილი ვარ კორპუსს აშენებდნენ, ანუ იყო თავშესაფარი, დაანგრიეს, ამოთხარეს და დადგეს კორპუსი მაგის ადგილას. ზოგი ისეთი არის, რომ რა ვიცი, შემთხვევაში მე მეკითხებიან, რომ აი ვისი არისია, რაღაც თავშესაფარი ვიპოვეთ. კი ბატონო. მოდი ახლა გადავიდეთ თემაზე, რომელიც ჩემი აზრით უფრო ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ობიექტების არა მარტო აღრიცხვა, არამედ რამენაირად შენახვა და გამოყენება და განახლება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მარტო ჩვენთან არ აუშენებიათ საბჭოთა კავშირის დროს, ეს მოხდა უკრაინაშიც, ეს მოხდა სომხეთში, ეს მოხდა ბელორუსში, ეს მოხდა რუსეთში. განსაკუთრებით უკრაინამ თავის თავზე გამოცადა რა მნიშვნელობა აქვს ამ ტიპის ობიექტებს და ამ ობიექტებზე ზრუნვას და მოდი ვისაუბროთ უკრაინაზე. რომელი ობიექტები, ამ ტიპის ობიექტები გამოადგა უკრაინას 2022 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა? ხო, უკრაინაში ახლა ჩვენთან შედარებით ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არის თავშესაფრები, იმიტომ რომ იქაური სამოქალაქო თავდაცვის, ასე ვთქვათ, სტრუქტურა უფრო მეტად დაფინანსებული არის და რაღაც დონეზე ყურადღებას აქცევდა ამ თავშესაფრებს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, სანამ დაიწყებოდა უკრაინაში ომი, რაღაც სამუშაოები მიმდინარეობდა მაგ საკითხით, ყველას გვეცოდინება აზოვსტალის მიწისქვეშა ნაგებობების განვითარება, სამომავლო, იმიტომ რომ თავიდან ეგრე არ იყო და უკრაინის ყველა დიდ ქალაქში თავშესაფრების რაღაც გარკვეული ნაწილი იყო, აი შედიდა იცხოვრე ესეთ მდგომარეობაში მიყვანილი და მეც როდესაც ვიყავი კიევში, ძალიან ბევრი ძალიან კარგად შენახული თავშესაფარი ვნახე და დანარჩენები რაც იყო მიტოვებული. ეს ძველ თავშესაფრებზე არის თუ ახლებზე? არა, ძველებს. კი, უმეტესწილად რაც ძველი იყო საბჭოთა კავშირის აშენებული, იმათი რესტავრაცია მოხდა და შემდგომ უკვე გამოყენება და ვისაც ახლა მე უკრაინაში ვიცნობდი ურბანულ მკვლევარებს და დიგერებს და ვინც ამ მიწისქვეშა ობიექტებში დაძვრებოდა თავის დროზე, ყველამ დაიწყო
ვთქვათ, თავდაცვის სამინისტროსთან, რაღაც უსაფრთხოების სხვადასხვა სამინისტროებთან მუშაობა, SBU-სთან და სხვა სტრუქტურებთან და ხალხს ეხმარებოდნენ, მაგალითად ევაკუაციაში, ჩამოყავდათ იქ ხალხი, მოქონდათ მათთვის შიგნით რაღაც მედიკამენტები, საჭმელები, ასე შემდეგ და თვითონ ეხმარებოდნენ სტრუქტურას მაგის აღდგენაში, ხო? ანუ პირველ რიგში საჭირო იქნება ყველაფრის აღწერა, რა გვაქვს, რა არ გვაქვს, მერე შესაბამისად უკვე რაღაც მოქმედებების გაკეთება, ხო, იქ რესტავრაცია თუ ახლის აშენება და ასე შემდეგ. და უკრაინაში აი ურბანულმა მკვლევარებმა ძალიან დიდი როლი ითამაშეს ამ საკითხში. შეგიძლია უფრო მეტი ვისაუბროთ აი ურბანული კვლევარების როლზე? კი, რა თქმა უნდა. ანუ კონკრეტულად რა მიმართულებით თანამშრომლობდნენ ისინი და რაში გამოადგა, ასე ვთქვათ, უკრაინის თავდაცვის სისტემას მათი გამოცდილება და ცოდნა? ანუ მოგეხსენებათ ახლა ნებისმიერ სახელმწიფოში არის უამრავი რაღაცა შენობა ნაგებობა, თუნდაც რაღაცა კომუნიკაციო მიწისქვეშა ნაგებობა, რომლებზეც შეიძლება პასუხისმგებელმა სტრუქტურამაც არ იცოდეს. ხშირ შემთხვევაში არის რომ აი თუნდაც თბილისში რაღაცას გადათხრიან და უეკ რაღაცა ყოფილა და რა ყოფილა არავინ არ იცის. თან მაშინ როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, არქივები გაიტანეს, ის ხალხი ზოგი გაქრა, ზოგი სამოქალაქო ომის დროს მოკვდა, ზოგი ის და ბევრი საიდუმლო იყო იმ პერიოდში, რაც შეიძლება საერთოდ არ შემორჩა ჩვენ არქივებში. ვინაიდან არ იყო მაგ ობიექტების რაღაცა სრული აღწერა და ციფრულად ამ ყველაფრის შენახვა, ბუნებრივია დროთა განმავლობაში რა სტრუქტურებმა აიღეს და დაუკავშირდნენ ამ ურბანულ კვლევარებს და სწხოვეს მათი დახმარება, რომ თქვენ იქით დაძრებითო და ბარემ დაგვეხმარეთო მაგ ყველაფრის აწყობაში. და ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობდნენ, ანუ რაც ნებართვის ამბავი იყო თუ უბრალოდ რაღაცა ნახაზებს აძლევდნენ და აი გეხვეწები იქ შეძვერი ნახე რა ხდება. აი ესეთი სიტუაცია იყო და ძალიან ბევრი აი ესეთი ობიექტის, რომელზეც არავინ არ იცოდა, რაღაც იქნებოდა რაც გვირაბი თუ თავშესაფარი თუ რაღაცა ესეთი გადასასვლელ გადმოსასვლელი, აი ყველაფერი აღწერეს თავის დროზე. საბამისად, უფრო შევსებული სია შეხვდათ უკვე, როდესაც ომი დაიწყო. ამავდროულად იგივე მაგალითად ეხლაც რაც ხდება, მაგალითად უკრაინის აღმოსავლეთში გასადენის ამბავზე გეცოდინება, ისეც ურბანული მკვლევარების გარკვეულ ნაწილად ჩართულობით იყო დაგეგმილი, იმიტომ რომ თავის დროზე იქ ვიღაცებმა რაღაცა იცოდნენ უკვე და უბრალოდ რაღაც ინფორმაცია გაუზიარეს პასუხისმგებელ, ასე ვთქვათ, სტრუქტურებს, რომ აი აქედან ჯობია. ხო, ანუ ეს არის პასუხი იმ კითხვაზე, როგორ მოახერხა უკრაინამ ასე სწრაფად სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების აღმოცენება და შექმნა. რომ ეს ადრე იყო და ამის განვითარებაში იყო ძალიან ბევრი ხალხი ჩართული და ურბანულ მკვლევარებსაც ეხმარებოდა თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურები, რომ მათ თავისი გამოცდილებით და თავისი ინტერესებით დაეკმაყოფილებინათ ერთის მხრივ და სამოქალაქო ობიექტები ეპოვათ, აღერიცხათ, მდგომარეობა ენახათ და ასე შემდეგ. ანუ წარმოიდგინე რომ ყავს რაღაც მოტივირებული საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ყველანაირად გეხმარება შენ და შენ ამავდროულად, არც რაღაც ფინანსები გჭირდება მათ, ასე ვთქვათ, სარჩენად, არც რაღაც სპეციალური აღჭურვილობა, ყველაფერს აკეთებენ, უბრალოდ, ხელს არ უშლი რა. ასევე მახსოვს კიევში ის ქონდათ ზუსტად არ მახსოვს, აი მათი მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ანუ იქაური წყალკანალის დეპარტამენტს ყავდა რამდენიმე მაგალითად იგერი დაქირავებული და ყავდათ სამაშველო ჯგუფი. მაგალითად რაღაც წყალდიდობა იყო, ან უბრალოდ ვინმე დაიკარგებოდა სადღაც იქ ბევრი მიწისქვეშა მდინარეები არის კიევში საკმაოდ. ზოგან ექსკურსიები არის ჩვეულებრივად დაყავთ ადამიანები, ზოგი ისეთი არის, რომ აი ჩემნაირი ადამიანი თუ შეძრება თავის ინტერესის გამო და ყავდათ სპეციალური გაწვრთნილი რამდენიმე ადამიანი, ვინც დადიოდა პერიოდულად, შემოვლას აკეთებდა მთელი მიწისქვეშა კომუნიკაციების და მაგალითად ვიღაცა ჩავარდა, ან ვიღაცა მოკლეს, მან ჩააგდეს და პოულობდნენ მაგალითად ადამიანების სხეულებს და სხვა რაღაცებს და არეპორტებდნენ უკვე როგორც საჭიროა და მეორე უკვე ხდებოდა იმ თქვათ ადამიანის იქიდან ამოყვანა და ასე შემდეგ. და ეს თანამშრომლობები, ეს ინტერესი უკრაინის მთავრობას 2014 წლის მერე გაუჩნდა თუ სულ იყო ეს ინტერესი? როგორც ვიცი, სულ იყო, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი ადამიანი არის უკრაინაში ამ საქმით დაკავებული, აი რავი, ათობით ათასი ადამიანი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ქვეყანა არის და ბევრი ობიექტიც არის. და არა მარტო უკრაინაში, იგივე ხდება თქვა რუსეთში, იგივე ბელარუსში
ყაზახეთშიც როგორც ვიცი, რამდენიმე ადამიანი არის, ვინც იკულევს ამ თავშესაფრებს და აი ფიქრობენ, მოდი აი ეს გამომჯობესოთ, მოდი აი ეს ავაშენოთ, მოდი აი ეს ავადგინოთ და მოდი ვისაუბროთ ბელორუსზე, რუსეთზე და სომხეთზე, იმიტომ რომ ვიცი რომ შენ გააქვს ინფორმაცია ამ თემებზე. მაგალითად ბელორუსში იყენებენ ამ ობიექტებს, მიხედილი არის ეს ობიექტები. კი, სხვა შორის ბელარუსი ამ კუთხით არის ყველაზე მოწესრიგებული ქვეყანა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფული ხარჯება ამ თავშესაფრების შენახვაში. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე მიტოვებული, მიგდებული, მაგრამ მაინც ისეთ მდგომარეობაში არის, რომ აი საქართველოში ყველაზე რაღაცა მაგრად შენახული თავშესაფარი იმასთან შედარებით არაფერი არ იყო. ხო. ანუ აქტიურ გამოყენებაში არის, ანუ სამოქალაქო თავდაცვის სისტემა იქ როგორ მუშაობს, იციან მოქალაქეებმა, რომ სად უნდა შეაფარონ თავი, ინსტრუქტაჟები უტარდებათ, სკოლებში ასწავლიან და ასე შემდეგ. ანუ სკოლებშიც არის გაკვეთილები, არის სწავლებები, როგორც სკოლებში, უნივერსიტეტებში, საწარმოებში, პერიოდულად რაღაც აჰაერო განგაშს აცხადებენ, ასე ვთქვათ, წინასწარ დაგეგმილს და თქვათ არის უბანი რაღაც სამი კორპუსის და იმ სამ კორპუსის გვერდზე არის ერთ თავშესაფარი და ის ადამიანები ჩადიან მან თი გაერწინაღებს იკეთებენ ყველაფერი. ეხლა ნუ ერთის კუთხით შეხედავთ თითქოს ეხლა ვის უნდა ეომოს ბელარუსი, მაგრამ ნუ აი რამე რომ მოხდეს ადამიანებმა იციან როგორ უნდა მოიქცნენ და ეგ უკვე ძალიან მაგარი არის. ეომოს კაცო. რუსეთიც მაგაში ძალიან დიდ ფულს ხარჯავს, მით უმეტეს მან არის არა მხოლოდ სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები, იქ მეტროც როგორც თავდაცვის ნაგებობა ისე არის მოწყობილი და მთელი მაგის ინფრასტრუქტურა როგორც ძალიან კარგ მდგომარეობაში არის და თვითონ ახალი უბნები სადაც შენდება, იქაც თან და თან ამატებენ რაღაც თავშესაფრებს და ნუ მოკლედ იყენებენ აქტიურად. აქტიურ გამოყენებაში არის ბელარუსშიც, რუსეთშიც, სომხეთში რა ხდება ამ მიმართულებით? სომხეთში ვერ ვიტყვი რომ ძალიან კარგი სიტუაცია არის, მაგრამ იქაც ჩვენთან შედარებით ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არის, თუმცა ერევანში თავშესაფრები ჯერ ერთი რომ იქ იმდენი ადამიანი არ იკვლევს მაგას და არ დაძვრება, მეორე ის რომ რაღაც ჯართის და ფერადი ლითონების ჩაბარება მან არ არის პოპულარული და ჯართს უნივერსიტეტი სომხეთში. და შესაბამისად უფრო კარგად არის შენახული, ანუ ადამიანს არ უღირს მან ჩასვლა რაღაცის მოსაპარად. მაქსიმუმ აი ვიღაცა თუ იცის ჩავა რაღაც მეგობრებთან ერთად დაათვალიერებს და წავა. ანუ გაძარცული არ არის, მაგრამ არც შენახული არ არის მაინც. არც გაძარცული, არც შენახული, მაგრამ რამდენიმე მოქმედში ვიყავით, სადაც იქ ფაშინიანის პორტრეტიც იყო ჩაბოკიდებული, შუქი ცენტო და კომპიუტერიც იდგა და მეთქი ესე იგი უვლია. გასაგები. იგივე მაგალითად საიდან ვგებლობ ინფორმაციას ძალიან მარტივი მაგალითი, მაგალითად აქედან ჩავედით რამდენიმე ბიჭი საძრომიალოთ და იქ ძალიან ბევრი ობიექტი მოვიარეთ, მათ შორის იქაური სტრატეგიული ობიექტებიც, იქ მიტოვებული აეროპორტი იყო, ის ძველი რადიოტელესკოპი და ერთ საღამოს სრულიად შემთხვევით წავაწყდით დიდ ბუნკერს. ცოტა რთული იყო მან ჩასვლა, ჩავედით და აღმოჩნდა რომ ის იყო სომხეთის ცენტრალური საკომანდო პუნქტი მან თავდაცვის სისტემის რა და მოკლედ ჩავედით, ვიძრომიალეთ, საინტერესო ობიექტი იყო, გადავიღეთ ფოტოებიც, ვიდეოებიც, რაღაცა YouTube-ზეც მიდევს მაგაზე ვიდეო და ერთ-ერთ ოთახში შევედით, იყო დოკუმენტაცია და ყველა საინტერესო არის ხოლმე დოკუმენტაციის ოთახი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო მონაცემი არის. ფუნქციონირებს ეს ბუნკერი, რაშიც იყო თუ იცი როგორ აი ახალ მიტოვებული იყო, აი იმიტომ რომ თითქმის ხელუხლებელი იყო მან ყველაფერი. და ესე იგი საბუთებში ვიპოვოთ მთელი ერევნის მიწისქვეშა თავშესაფრების მისამართები. უირას. ანუ ბუნებრივია ეს ინფორმაცია წავიღეთ, მერე დავიწყეთ მან ყველა იმის ამარზე მისვლა მოდიალი. 20 თავშესაფარი მოვინახულეთ, სხვა შორის ძალიან ისეთი კარგად შენახული, რამდენიმე მოქმედიც იყო და მოკლედ ესეთი საინტერესო თემა არის და ანალოგიურად ახლა ჩვენთან შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მოვიდეს შემთხვევით სადღაც შეძურეს რაღაც საბუთები ნახოს და ეგ ორმხრივად მუშაობს რა. ხო. და ანუ პრობლემა არ ქონია სომხეთის მთავრობას ამ თემაზე, თუ არ იციან. ჩვენგან გაიგებენ. სავარაუდოდ ჩვენგან გაიგებენ ამ ამბავს, იმიტომ რომ მან უფრო ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ამას. იქ ბევრი ობიექტი არის, რომ უბრალოდ ფინანსურად არ უღირთ მათი აღდგენა და უბრალოდ ახლა ომი რო ქონდათ აზერბაიჯანთან, იმის მერე ცოტა მაგ თემას ჩაუჯდნენ, რომ აი მოდი რაღაცა, მოდი მივხედოთ მაგ საკითხს. საბამისად უახლოეს მომავალში ვფიქრობ, რომ მან თავდაცვითი ეს ნაგებობების მშენებლობა დაიწყება.
იმიტომ რომ იცით როგორ თემა არის რომ ძველი ნაგებობები რაც იყო აშენებული კომუნისტების დროს ხო თუნდაც რუსეთში, ბელარუსში, სომხეთში ჩვენთან ხო არ აქვს მნიშვნელობა ის იყო გათვლილი იმ დროინდელ 60-იან 80-იან წლებში გათვლილ იარაღზე და რაღაც ქიმიურ ელემენტებზე და ასე შემდეგ დღესდღეობით უკვე ცოტა სხვა სტანდარტები არის, სხვა იარაღი არის და უკვე ახლის მშენებლობა იქნება ბევრად უფრო ასე ვთქვათ ლოგიკური ვიდრე ძველი აღდგენა. თუმცა ძველს შეუძლია ჩვეულებრივად შეინარჩუნოს როგორც აი ბომბსაწინააღმდეგო თავშესაფრის ფუნქცია. კი ბატონო, ქალაქის ქვეშ ახალი ბუნკერების გაკეთება გაცილებით უფრო რთული არის ვიდრე ქალაქ გარეთ, იმიტომ რომ კორპუსის ქვეშ გათხრა და ასე შემდეგ და თუმცა თავისი მნიშვნელობა და წონა აქვს მაინც იმ არსებულ ინფრასტრუქტურას, რაც არის მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცოტა მოძველებული იყოს. კი, თუმცა თბილისში ჯერ კიდე გვაქვს სივრცეები, სადაც შეგვიძლია მაგ თავშესაფრების მშენებლობა იმ კუთხით, რომ არის რაღაც პარკი, სტადიონი, რაღაც დიდი სკვერი და შეიძლება ცოტა ხნით ყველაფერი დაანგრიო, ამოთხარო 3-4 სართული, კარგი სერიოზული თავშესაფარი ააშენო, ზემოდან ისევ ის პარკი გააკეთო და მაგალითად გარშემო ერთი 10 კორპუსი რო იქნება, იმ 10 კორპუსის ადამიანების რაოდენობა მან დაიმალება. იმიტომ რომ მაგალითად სხვა ქვეყნებში უკვე ზოგან სტანდარტებში დევს, რომ აი თუ შენდება რაღაც კორპუსი, ყველა იმის მოსახლისთვის უნდა იყოს გათვლილი ადგილი იმ თავშესაფარში. კი, შენ როგორც თქვი, პრაქტიკულად სომხეთშიც, უკრაინაშიც რაღაც დაინტერესება იყო, მაგრამ ძირითადი ბიძგი ამ სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურის მოძიებას და შენახვას ომის მერე მიეცა და მოდი გადავიდეთ ქვეყანაზე, რომელიც თავისი შექმნის დღიდან პრაქტიკულად სულ ომში არის. ისრაელი არის ქვეყანა, რომელსაც აქვს ძალიან კარგად განვითარებული სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები. რით განსხვავდება ისრაელის მიდგომა პოსტსაბჭოთა სივრცის მიდგომისგან? ნუ ისრაელში მოგეხსენებათ ახლა სულ რაღაც საბრძოლო მოქმედებები ხდება ხოლმე და სულ რაღაც დაბომბვის ქვეშ იმყოფება მათი მოსახლეობა შესაბამისად იფიქრეს ისი გაკეთება შეიძლება და შემოიღეს სტანდარტი როდესაც შენდება თქვა ახალი კორპუსი ან სავაჭრო ცენტრი ან ნებისმიერი შენობა მან უნდა იყოს გარკვეული ჩაშენებული თავშესაფარი იმ ადამიანების რაოდენობაზე გათვლილი, ვინც მან უნდა იცხოვროს ან შევიდეს. ზოგი თავშესაფარი არის უბრალოდ public თავშესაფარი, იგულისხმება, რომ აი რაღაც ცენტრალური პარკის ქვეშ არის თავშესაფარი და აი სეირნობ ქალაქში და უცებ ხო განგაში გამოცხადდა, სადღაცა უნდა ჩახვიდე. იმ ოთახებს სხვა შორის ქვია მამათი მამათი არის, აი წარმოედგინეთ საცხოვრებელი კორპუსი და ყველა სართულზე, ყველა ბინაში არის ერთი გამაგრებული, თქვა, საძინებელი ოთახი, რომლის მაგალითად ბეტონის ხარისხი ბევრად განსხვავდება სხვა შენობის ელემენტებისგან. იმ ოთახშივე არის პატარა გენერატორი, არის ჰაერის ფილტრი, ფანჯრები ჰერმეტულად იკეტება სქელი ჟესტის, ასე ვთქვათ, რაღაც არც ვიცი რა ქვია მაგას, ჟალუზებიც არ არის, აი რკინის ფანჯრის ის არის რა. ხო. მაგით იკეტება. რუსულად ქვია მაგას სტავნი და ქართულად არ ვიცი. ხო. ნუ მოკლედ ანუ სურათს ჩავსვათ მე. ხო, ანუ ფანჯრები იკეტება ჰერმეტულად რკინის სქელი, ესე ვთქვათ, კონსტრუქციით. არის ავტომატურად იკეტება ძალიან ისე სქელი მეტალით გაკეთებული. აი ეს ადამიანები ან მთელი ოჯახი შედიან მაგ ოთახში და იმ დაბომბვას მანდელოდებიან. ნუ კავშირიც აქვს რა თქმა უნდა, იქ გაყვანილობა არის მიწის ქვეშა, რომ თუ რამე მოხდა და მობილურმა აქსელმა გაჭედა, შიგნით აქვს ნუ რაღაც ცალმხრივი კავშირი, რომ ისმენენ თუ რა ხდება უკვე უსაფრთხოა გასვლა თუ არ არის უსაფრთხო გასვლა. ბუნებრივია სირენებიც აქვს, სირენების სისტემა როგორც თქვათ ბოძებზე დამონტაჟებული, ასევე სატელეფონო შეტყობინება მოგდის, რომ რაღაც ალერტი არის და რაღაც 15 წუთი გაქვს რომ იპოვო თავშესაფარი და იმ დროს არ აქვს მნიშვნელობა სკოლაში ხარ, უნივერსიტეტში ხარ, საჭესთან ხარ, შეგიძლია გააჩერო მანქანა და გაიქცე უახლოეს თავშესაფარში. და ქუჩაში ახლა ჩვეულებრივად თქვათ სამანქანო ნიშნები რაც არის, მაგის გარდა არის ნიშნები, სადაც არის თავშესაფარი, მაგალითად ის არის 100 მეტრში არის თავშესაფარი და ასე შემდეგ. ეხლა შენ რაც ჩამოთვალე შენობებში რო განკუთვნილი არის ოთახი სპეციალური, ეს კანონით არის გათვალისწინებული თუ ინდივიდები აკეთებენ თავისი ინტერესის ფარგლებში? შემოიღეს კანონი
რომლის მიხედვითაც არც ერთ შენობის აშენების ნებართვას არ მოგცემენ, თუ მანდ არ არის გათვალისწინებული ეგ თავშესაფარი. იქნება ის ინდივიდუალური ოთახები თუ საერთო თავშესაფარი, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. და ძველი შენობები რაც არის, სადაც არ იყო იქ სტანდარტი ჩადებული, უბრალოდ დაავალდებულეს მაცხოვრებლები, რომ ფული დადონ და სახელმწიფო უშენებს იმ დაცულ ოთახებს. თავისი ფულით. კი. და რატო აკეთებს ისრაელი ასეთ აქცენტს საცხოვრებელ შენობებზე არსებულ მათთან არსებულ თავდაცვის ობიექტებზე და არა მაგალითად რაღაც მეტროს შენობებზე ან სადღაც ქალაქ გარეთ ობიექტებზე? უმეტესობა დარტყმა მოდის ზუსტად აი საცხოვრებელ სახლებზე, ქალაქებზე და შესაბამისად ადამიანებს უნდა კონდეთ რაც შეიძლება ხელმისაწვდომი თავშესაფარი, გულისხმება რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში შეეძლოთ იმ თავშესაფარში მისვლა. ანუ ეს იქნება უბრალოდ სხვა ოთახში შესვლა, ან სარდაფში ჩასვლა, ან მაგალითად სახლიდან გასვლა და შენი სახლიდან რაღაც 20 მეტრში არის რაღაც public თავშესაფარი. მაგალითად იმ შენობას არ აქვს თავისი თავშესაფარი, როცა იმ კანონამდე აშენდა. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა და მოდი შევადაროთ ისრაელის მოდელი, ასე ვთქვათ, თავდაცვის მოდელი, სამოქალაქო თავდაცვის სისტემების მოდელი შვედეთისას, იმიტომ რომ ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც ვისაუბრეთ ფინეთის და შვედეთის თავდაცვის სისტემებზე, იქ ასევე ვისაუბრეთ სამოქალაქო თავდაცვის ობიექტებზე და შვედეთს ძალიან საინტერესო სტრატეგია აქვს არჩეული, რომ იქიდან გამომდინარე, რომ შვედეთი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან შედარებით ძალიან მდიდარი ქვეყანა არის, მაინც ძალიან ძვირი უჯდებათ სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების შენახვა, მათ ცოტა ინოვაციური იდეით შემოვიდნენ და სხვა მიდგომით გააკეთეს, ასე ვთქვათ, სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურის შენახვა და მოდი ვისაუბროთ აი შვედეთის მოდელზე და შემდეგ უკვე შევადაროთ ისრაელის და შვედეთის პლუსები რა აქვს, მინუსები რა აქვს. ახლა შვედეთი და ფინეთი დაახლოებით ერთ ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ უფრო მასობრივად ეგ მოვლენა შვედეთში არის. თავშესაფრები რაც ჰქონდათ აშენებული, არ იყო უბრალოდ აი ხალხი ჩავიდა და დაიმალა რა. მან ზოგი იყო მიწისქვეშა ქალაქები აშენებული. ანუ კლდეში იყო ამოთხრილი უზარმაზარი სივრცე, სადაც იყო მაგალითად ადამიანებისთვის გადასარჩენი ადგილი, იყო პარალელურად მაგალითად იქ სკოლა, საცურაო აუზი, რაღაც სპორტ კომპლექსი, გვერდზე რაღაცა საცავი და დროთა განმავლობაში ხა ამ ინფრასტრუქტურას ჭირდებოდა მოვლა და შვედეთმა იფიქრა, რომ აი ჩვენ სახელმწიფომ რატომ უნდა დავაფინანსოთ ეგ? მოდი ეს ტერიტორია და ეს ობიექტები მივცეთ ვინმე კერძო პირს, მაგალითად რამე სუპერმარკეტს ან რაღაც სხვა ორგანიზაციას, გამოიყენონ ეს ინფრასტრუქტურა სათავისოდ როგორც უნდა, თუმცა ერთი პირობით, რომ თავდაპირველ მდგომარეობაში შეინახო მთელი ამ სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა იქნება ჰერმეტული კარები, სავენტილაციო სისტემა, გაყვანილობა და ყველაფერი. და შესაბამისად წარმოიდგინე, რომ ხარ კერძო კომპანია, რაღაც სახელმწიფო უფასოდ გაძლევს რაღაც სივრცეს, საკმაოდ დიდს, რომელსაც შენ იყენებ, რავი, პროდუქტების შესანახად, შეიძლება ღამის კლუბი გახსნა მან, ну აი რაშიც გინდა გამოიყენებ. ну არის რა თქმა უნდა სტანდარტები, ყველაფერს ვერ გააკეთებ მან, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ანუ სახელმწიფო მიცის, რომ აი აქ ის თავშესაფარი და მიხედილი არის. შესაბამისად, ხარჯიც მოიხსნა სახელმწიფომ და ამავდროულად თავშესაფრების ფუნქციაც შენახული არის და ყველა ბედნიერია. ხო, უბრალოდ დაიწყეს ახალი თავშესაფრების მშენებლობა, იმიტომ რომ მოსახლეობა გაიზარდა მკვეთრად და რუსეთთან აგრესია უკვე უფრო მკაფიო არის მათთვის ვიდრე ადრე და შესაბამისად რაღაც გარკვეულ ზომებს იღებენ მაგისთვის, უბრალოდ იმ ხელა ზომის თავშესაფრები აღარ შენდება, როგორც ვიცი და შენდება უფრო აი სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები, ადამიანები რო ჩავიდნენ დაიმალონ უკვე რაღაც ადგილობრივ თავისივე ქუჩაზე, ასე ვთქვათ, სახლთან ახლოს. კი, თუ ვერ ხერხდება მაგალითად რაღაც მშენებლობის დროს ამ პროექტის ჩადება, აკეთებენ რაიონული მნიშვნელობის თავშესაფარს, აი რაღაც 5-6 კორპუსზე, რაღაც ერთი დიდი თავშესაფარი ეზოში, რომლის ზემოთაც არის მაგალითად საფეხბურთო მოედანი, ან რაღაც მაღაზია და იმ მაღაზიიდან მაგალითად არის ჩასასვლელი, აი ძალიან მარტივად. ეხლა მაგალითად გერმანიაში იყო განსხვავებული ტიპის თავშესაფრები, ააშენეს მიწიზე და თავშესაფარი. კონსტრუქცია იყო ესეთი გუმბათოვანი, ესეთი, ანუ წარმოიდგინე რამე ჰილზა, წვეტიანი თავით
და მაგალითად რამე ჭურვი თუ ეცემოდა ისე თავშესაფარს ისხლიტავდა და გვერდზე ვარდებოდა მან ფეთქდებოდა როგორც წესი და ამით გერმანელებმა ფული დაზოგეს ესე იგი ჰიდროიზოლაციაზე, იმიტომ რომ მიწის ქვეშ ხშირ შემთხვევაში ხდებოდა ისე რომ ის თავშესაფარი იტბორებოდა და ზემოთ რაც შენდებოდა ამოთხრა არ გინდა, ჰიდროიზოლაცია არ გინდა, უბრალოდ უფრო სქელი კედლების მშენებლობა სჭირდებოდათ მაგას და მაგის გამო ნაკლები ადამიანი იმალებოდა შიგნით, მაგრამ სწრაფად შენდებოდა და იაფად. შესაბამისად გერმანიაში, ავსტრიაში თუ ვინმე იმოგზაურებთ, შეგიძლიათ დაათვალიეროთ, ბუნკერები არის მან ისეთი მიწიზე და ლეო ვინკელის კონსტრუქციის თავშესაფრები არის და მუზეუმი არის, ჩვეულებრივ შედიხართ, გათვალიერებინებენ და შესასვლელიც საკმაოდ საინტერესო ქონდათ, აი ჩვენთან რო არის სვანური კოშკები, წარმოიდგინეთ რომ შესასვლელია სადღაც მესამე სართულიდან რა. იმ კიბეს სამოაჩოჩებდნენ და შიგნით იყვნენ ესე წყნარა თავისთვის. ეხლა უბრალოდ მუზეუმებად აქვთ შენახული, იმიტომ რომ პრაქტიკული თვალსაზრისით არაპრაქტიკული გამოდგა. ხო, ეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი არის თუ ცივი ომის დროინდელი თავშესაფრები არის და საზენიტო კოშკები არის ვენაში, 5 საზენიტო კოშკი. მიტოვებული არის ეგეც. ერთზე არის თვითონ მოხვედრილი ჭურვის ნარჩენები და საკმაოდ საინტერესო სანახაობა არის, ანუ რამხელას სისქის რკინა-ბეტონის კონსტრუქცია ქონდათ გაკეთებული ამისთვის, რომ აი რამდენი ბეტონი იხარჯებოდა უბრალოდ აი ეს თავდაცვით ნაგებობებზე. კი ბატონო. და აი ეს ორი მოდელი, როდესაც ერთის მხრივ სახელმწიფო კანონმდებლობის ფარგლებში ავალდებულებს კერძო პირებს, რომ მშენებლობისას სადღაც თუ არ არის უკვე დაგეგმარებული, რომ მოქალაქეებმა თვითონ შეაგროვონ ფული და სახელმწიფო გაუკეთებს ამას, ეს ერთი ისრაელის მოდელი და მეორე, სადაც სახელმწიფო უზრუნველყოფს სამოქალაქო თავდაცვის ობიექტებს, მაგრამ მათი შენახვა არის გადაბარებული, ასე ვთქვათ, კერძო კომპანიებზე იმ ვალდებულებით, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს უცებ დაუბრუნდება სახელმწიფოს და გამოყენებული იქნება იმ დანიშნულებით, რითიც არის აშენებული. რომ შევადაროთ ერთმანეთს, რა არის პლუსები და რა არის მინუსები. ხო, დადებითი მხარე ცალსახელთ ის არის მაგალითად შვედეთის მაგალითზე, რომ სახელმწიფოს არ აქვს ხარჯი ამ ობიექტების შენახვაზე და შესაბამისად შეუძლია თქვათ ის რაღაც თავისუფალი რესურსები დახარჯოს ახალ თავშესაფრების მშენებლობაზე. თუმცა, ვინაიდან ის ობიექტები ამ ობიექტებს იყენებს კომპანიები, მაგალითად ზოგადად ამის კლუბი არის გაკეთებული, ძალიან ბევრი ადამიანი მან შედის და იცის, სად არის, რა არის, როგორ არის. თუმცა, უკრაინის ომმა როგორც აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ზეპირად იცოდა უკრაინაში სად რომელი თავშესაფარი არის, პირდაპირ მაგ თავშესაფარს არასდროს არაფერი არ ეცემოდა. იმიტომ რომ უკვე რაღაც ნახევარტონიანი ბომბის ჩამოგდება იქ ზუსტად თავშესაფარზე ცოტა რთული არის, დრონის დრონის ამფეთქი კიდე დიდად იმ თავშესაფრებს ვერ შეუშვება რა. ანუ დაცულია მიუხედავად ყოველ ასაფეთქებლისგან დაცულია თავისთავად. კი, ყოველ შემთხვევაში რაც ხდება უკრაინაში დაბომბები დღესდღეობით, მაგალითად დრონს რასაც შეუძლია მიუყენოს ზიანი, მაგალითად საცხოვრებელ კორპუსს ან რაღაცა ვთქვათ, საწარმოს ან სუპერმარკეტს, ხო, იმ თავშესაფარს დიდად ვერაფერს ვერ უშვება და იმდენად არაზუსტი იარაღი აქვს რუსეთს, მძიმე შეარაღებაზე არის საუბარი, რომ აი ზუსტად იმ თავშესაფარს რომ დაეცეს, ძალიან მინიმალური შანსია. ისრაელს კიდე რაც შეეხება უბრალოდ იმდენად არიან, ასე ვთქვათ, შეწუხებულები და დატანჯულები ამ დაბომბვებით, რომ მიიღეს კანონი, რომლითაც აი ყველა შენობაში აუცილებლად უნდა იყოს თავშესაფარი, რომ გარანტირებულად თავისი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი გადარჩეს. 100% თუ არა, 80-90 მაინც. ბატონო. შვედეთს ახლა უბრალოდ არ ქონდა აქტიური, თქვათ, საბრძოლო მოქმედებები ბოლო აწლეულების მანძილზე, შესაბამისად, უფრო ასე დაწყნარებულად უყურებენ ამ სიტუაციას, თუმცა, ასე ვთქვათ, არ დუნდებიან და მიყავთ ეს საქმე წინ. კი ბატონო. შენ ახლა ნანახი გაქვს ამდენი ქვეყნის სხვადასხვა ტიპის თავდაცვის ობიექტი. განსაკუთრებით კარგად გაქვს ნანახი საქართველოში უკვე არსებული ინფრასტრუქტურა, რა მდგომარეობაში, როგორ არის და ასე შემდეგ. შენი აზრით ამ ორი მოდელიდან ჩვენ რაც განვიხილეთ, ისრაელის მოდელიდან და შვედეთის მოდელიდან, რომელი უფრო ჯდება ქართულ რეალობაში და რომელია შესაძლებელი, რომ გამოყენებული იქნას იმისთვის, რომ საქართველოში არსებული თავდაცვის ინფრასტრუქტურა, სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა მოვიდეს წესრიგში და შეძლოს საჭიროების შემთხვევაში ემსახუროს იმ მიზანს, რა მიზნისთვისაც არის თავდაპირველად აშენებული.
გააჩნია ხა რა კუთხით შევხედავთ მაგას. მე მაგალითად სადღაც, ორი ყველაზე რეალისტური ვარიანტი მაქვს ჩემთვის ჩამოყალიბებული ამისი. პირველი ცოტა მარტივი და ცოტა იაფი არის ის, რომ ადამიანებმა მოიარონ ყველა ეს თავშესაფარი, შეამოწმონ საგულდაგულოდ, რომლებიც ვარგისები არის აღადგინონ და გამოიყენონ, რომლებიც არ არიან ვარგისები, შევეშვათ, შეგვიძლია რა მუზეუმის გავაკეთოთ შიგნით და იქიდან კიდე ფული შემოვა. იმიტომ რომ ბევრ ქვეყანაში ის მიწისქვეშა ობიექტები მუზეუმად არის ქცეული და საკმაოდ ძვირი ღირს მან ბილეთი სხვა შორის. პარალელურად შენ შეგვიძლია ჯერ კიდევ თბილისში ავაშენოთ ბევრი ახალი თავშესაფარი, რაიონული მნიშვნელობის. თუნდაც რაღაცა სპორტული მოედნის ქვეშ, პარკის ქვეშ, ჯერ სანამ ყველაფერი არ დავაკორპუსეთ. არის უამრავი მაგალითად კლდოვანი მასივი, სადაც შეგვიძლია გავჭეროთ გვირაბი და იქ გავაკეთოთ მიწისქვეშა ნაგებობა, ისე რომ არსებულ უკვე აშენებულ ობიექტებს აღარ შევეხოთ. ადამიანებს ეცოდინებათ მაგალითად, რა ვიცი, აი გლდანის ან ვარკეთილის რომელიღაცა მიკრორაიონში, აი სადღაც არის თავშესაფარი და გარშემო რაც არის საცხოვრებელი კორპუსები, იქიდან ის მოსახლეობა ჩავა და დაიმალება შესაბამისად იქნება საშუალება, რომ ყველა თუ არა უმეტესობა მაინც მან ჩავიდეს. და ვინაიდან ეგ ვარიანტი შედარებით იაფია, უფრო დიდი დრო დაჭირდება მაგას. იმიტომ რომ გჭირდება მიწის ამოთხრა მაგალითად, იქ მშენებლობა მაგ თავშესაფრის, გჭირდება დრო რომ მოიკვლიო ძველი თავშესაფრები, აღადგინო და შორეულ პერსპექტივაში კარგი მოდელი არის. მეორე ვარიანტი არის, რომ მაგალითად დღესვე რომც შემოიღონ კანონი, ხო, რომ აი ახალ კორპუსს უნდა კონდეს თავშესაფარი, წარმოიდგინეთ რამდენი ძველი შენობაა, რომელსაც ეს ყველაფერი არ აქვს. და შესაბამისად იქ რო რაღაცა მიუშენო, მოუშენო სახელმწიფოს ხარჯზე საკმაოდ ძვირი მოდელია. თუმცა უფრო სწრაფი არის და უფრო ეფექტური არის თუ გვინდა მალე გავაკეთოთ. ახალ კორპუსებს რო დავავალდებულოთ მაგალითად. ხო, აქ ერთ თავსატეხს შემოვიტან, რომ ამ ორი მოდელიდან შვედეთის და ისრაელის ჩვენთან სამწუხაროდ უფრო ახლოს არის ისრაელის მოდელი და რატო საჭიროების სამებრო ვამბობ. იმიტომ რომ მოწინააღმდეგე, რომელსაც შეიძლება რომ მოუნდეს ჩვენი დაბომბვა, არის საკმაოდ ახლოს. შვედეთივით ის ფუფუნება არ გვაქვს, რომ რაღაც რაოდენობა დრო გქონდეს იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რომ ან ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, ან თვითმფრინავი აფრინდა და რამდენიმე წუთი გვაქვს იმისთვის, რომ გავიდეთ თავშესაფარში შევიდეთ. სახლთან ახლოს უნდა იყოს განსაკუთრებით ძალიან მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში და განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ როგორი საცობები არის ახლა აქ რომ მოვდიოდით პრაქტიკულად 2 საათი გზაში არის და ზოგადად რამე რომ მოხდეს ქვეყანაში, მანქანით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ქალაქის ქუჩებში. შესაბამისად, ის თავშესაფარი უნდა იყოს ისე რომ ადამიანმა ფეხით მოასწროს მაგის 5-10 წუთი მაქსიმუმ უნდა დასჭირდეს ფეხით. რომ მივიდეს თავის სახლიდან, სკოლიდან, სადაც არ უნდა იყოს იმ თავშესაფრამდე. ჩვენ არ გვაქვს ახლა რაღაცა წლები და 10 წლეულები, რომ ეს ინფრასტრუქტურა ისე გავაკეთოთ ჩვენ როგორც გვინდა. მე ვფიქრობ, რომ ის დრო არის, რომ სახელმწიფომ გაწიოს მეტი ხარჯი, დაავალდებულოს თუნდაც სამშენებლო კომპანიები, რომ დაიმატონ მაგალითად ის თავდაცვითი ნაგებობები და უშუალოდ ძველ ნაგებობებში სადაც ის არ არის რაღაცნაირად ან მიუშენონ ან თუნდაც რაღაც სივრცე გამოყონ მაგისთვის და ნელ-ნელა დაიწყონ მაგაზე მუშაობა, იმიტომ რომ არ გვაქვს უბრალოდ ამდენი დრო რომ ვიფიქროთ აბა რა გვინდა. ხო, მართალია, დრო ნამდვილად არ არის და ეს ახლა ჩვენ სხვის შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, ახლა ჩვენი შეცდომიდან სწავლა ცოტა არ არის მთლად მიზანშეწონილი ასეთი ტიპის შემთხვევაში და ჩვენ ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა ძალიან სწრაფად იწყებს სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მას შემდეგ რაც მათ პირდაპირ შეხება ქონიათ ომთან და არ არის აუცილებელი, რომ ომი მოხდეს, რომ დავინახოთ, რამდენად საჭირო არის ეს ინფრასტრუქტურა. ზოგადად ხო, სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა ისეთი ხარჯი არის, რომლის გაწევა დიდად არავის არ უნდა. მაგალითად
მანქანაში რო არ ვიყიდო ცეცხლმაქრი, იმიტომ რომ ზედმეტი ხარჯია, მაგრამ ცეცხლი რო გაუჩნდეს მანქანას, გამოიყენებ და რაღაც შემდგომში მანქანის გარემონტება უფრო იაფი დაგიჯდება და ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ, სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურაზე რომ ჯობია გქონდეს არ გამოგადგეს, ვიდრე დაგჭირდეს და არ გქონდეს. ხა თბილისში კიდე გაგვიმართლა მეტრო გვაქვს. და რაღაც დონეზე ადამიანების რაღაც რაოდენობას ჩავტევთ მანდ, მაგრამ ისიც შიგნით ჰერმეტული კარები რა მდგომარეობაში, ვენტილაცია რა მდგომარეობაშია და ბევრი კიდე სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა რა მდგომარეობაშია, არ ვიცით. ამაზე არ არის პასუხი, რომ არც გვაქვს, არც არ გვაქვს, არ ვიცით. არავინ არ იძახის. შესაბამისად, ოკეი, აი ჩვეულებრივ დაბომას გაუძლებს და რაღაც ქიმიური იარაღი თუ გამოიყენეს, ან კიდე რაღაცა სხვა, იქ უკვე კითხვის ნიშნებია. დიდი კითხვის ნიშანი არის, რამდენად, ასე ვთქვათ, გამოდგება იქაური თუნდაც ფილტრების სისტემა, ან ვთქვათ, ჰერმეტიზაცია. და ერთი არის რომ სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურის პრობლემა არის და მეორე არის ასევე ამ ინფრასტრუქტურის გამოყენების ცოდნა უნდა ყველაფერს ამ მოქალაქეებმა ზუსტად უნდა იცოდნენ რა უნდა ქნან, როდის უნდა ქნან, რანაირად უნდა ქნან და ეს ცოდნა აბსოლუტურად ამოგდებული არის ჩვენი ერთი ყოველდღიურობიდან და მეორე სასწავლო სისტემიდან. ანუ ბავშვებს რამდენად ასწავლიან ასეთი ტიპის სამყაროში გადარჩენა რისთვის არის, ანუ როგორ უნდა მოხდეს, სად უნდა შეაფარონ თავი, როგორ გაიკეთონ აერწინაღი ასე შემდეგ. ეგ ძალიან პრობლემური არის ამ ეტაპზე, იმიტომ რომ რატომღაც ჩვენთან თავდაცვის ელემენტები ავტომატურად აღიქმება იმასთან, რომ ისე რომ თითქოს ვიღაცას ომის დაწყება უნდა. რეალურად ომისთვის თუ არ ემზადე, ომი ყველაზე მარტივი გზა არის რომ მიიღო ომი. კი, რეალურად სკოლებში მქონია მცდელობა ლექციების ჩატარების სამოქალაქო თავდაცვაზე. იყო შემთხვევები, როცა თქვა სკოლის დირექტორი უარს იძახდა, რომ ეს ძალიან ნეგატიური ინფორმაცია არის და რაღაცა, უბრალოდ რომ რაღაცა ცუს ვიძახი, დაბომბვა, რაღაცა ისა, რომ რაღაც ბავშვები არ დაისტრესონ. ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო. სწავლებები საერთოდ მაკუთხით არ ტარდება სამოქალაქოებში, ანუ საერთოდ არავინ არ იცის როგორ უნდა მოიქცეს, არც დაბომბვის შემთხვევაში, არც მიზეზვის შემთხვევაში, არც რაღაც ქიმიური ვთქვათ, კორპუსის წინ ამოყირავდა ქლორის ცისტერნა, ხო? ანუ რომ არ უნდა მიხვიდე მან რაიმე სასუნთქი გზების დამცავი მოწყობილობის გარეშე, რომ გინდა ვიღაცის გადარჩენა ბუნებრივია, რამე კატასტროფა რო ხდება, მაგრამ პირველ რიგში უნდა ნახო, ანუ შენზე თუ არ მიყვები, მაგალითად, რა ვიცი, საგარეჯო სროლა რო იყო, ბევრი ადამიანი გამორბოდა იმ, ვთქვათ, მოკლული ან დაზარალებული ადამიანების გამოყვანისას და იმათაც ხდებოდა ტყვია, ანუ ბევრმა არ იცოდა როგორ უნდა მოიქცეს მაგ სიტუაციაში და საერთოდ ღირს თუ არა პირდაპირ ცეცხლის ქვეშ ადამიანის გამოყვანა. ან მაგალითად იქ რაღაცა ცეცხლი არის, ან ქიმიურად რაღაცა დაღვრილი არის, რამდენად გიღირს მან მისვლა. ანუ შეიძლება ის ადამიანიც ვერ გადარჩინო და შენს გვერდზე მიუწვევ. პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. საბამისად მთელი ანუ ეს ჯამურად უნდა ჩაუტარდეს ადამიანებს ცოდნა სკოლაშიც უნდა გადაეცეს უნივერსიტეტში პერიოდულად რაღაც თქვათ ოფისებში ან რაღაც რაიონებში უნდა ჩატარდეს სწავლება როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები აი სუსუმცირე რო ავიღოთ ელემენტარულად უსაფრთხო ევაკუაცია ხო ანუ რაღაცა პანიკა და ჭყლეტვა რო არ იყოს რო ყველას დაუთმოს გზა რო ყველამ რაღაც ორგანიზებულად შენობიდან გავიდეს და სადღაც ჩავიდეს მაგის კულტურაც არ აგვაქვს იმიტომ რომ შეიძლება უარესად ადამიანი დაზარალდეს აი მჭყლეტვაში ეგ უნდა იყოს რა ტიპის მაგალითად ქიმიურ ნივთიერებებთან როგორ უნდა მოვეპყროთ და ბევრი კიდე სხვა მაგრამ ეგეც არ ტარდება არსად და მაგის მზეობაც არ არის არსად ხო შეიძლება თქვა ტელევიზორში რაც პატარა მცირე რგოლები გაუშვა ხო აი ამ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცე იმ სიტუაციაში თუნდაც მეტროში ლიანდაგზე რო ჩამოვარდეს 90% ადამიანმა არ იცის როგორ უნდა იმოქმედოს ან და არის რაღაც რამდენიმე ძალიან მარტივი წესი ხო რო არ უნდა ცადო ეგრევე ბაქანზე ამოსვლა იმიტომ რომ ქვემოთ გადის საკონტაქტო რელსი რომლის დაბიჯებაზეც შეიძლება შეიკრას წრედი და 850 ვოლტი თუ რაღაცა გადის და ადამიანს ჩვეულებრივად კლავს ხო ან მაგალითად მატარებელი თუ მოდის როგორ უნდა დაწვე იმ ლიანდაგებს შორის რომ მატარებელმა რომს გადაგიაროს ზემოთ კი გაჩერდება ბუნებრივია მაგრამ რო არ დაგაზიანოს ან მინიმალურად დაგაზიანოს ეგ ყველაფერი ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რავი, სკოლიდან ალბათ რა. კი. ანუ ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ ახლა, არ არის მარტო ომის შემთხვევაში სამოქალაქო თავდაცვის თემა, ეს
ერთი არის რომ ვინმე სტუჯერა რომ ომის თავიდან არიდება შეუძლია გაუმარჯოს და აირიდოს ომი, მაგრამ ტექნოგენურ კატასტროფას, ბუნებრივ კატასტროფას, როგორც მიწისძვრა არის, რა ვიცი, ტექნოგენური, ქიმიური რაღაც ნივთიერების გაჟონვა ან აფეთქება, ხლა არაერთი შემთხვევა ყოფილა ბოლო წლებში სხვადასხვა ქვეყნებში, საბედნიეროდ საქართველოში არა, მაგრამ აგერ ჩვენ მეზობელ თურქეთში იმხელა მიწისძვრა იყო, რომ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა პრაქტიკულად. იყო ქიმიური აფეთქებები, იყო ბეირუთში, იყო თუ არ ვცდები. ბეირუთში ხო სილიტრის საცავი აფეთქდა. ხო, საცავი აფეთქდა, ანუ არავის არ დაუგეგმავს, ომი არ ყოფილა, მაგრამ ძალიან დიდი აფეთქება იყო და ასეთი ტიპის მდგომარეობაში განსაკუთრებით ხო ჩვენ ცხოვრობთ კავკასიაში, სადაც გვაქვს კავკასიონის ქედი, ახალგაზრდა ქედი არის, მიწისძვრა არის, ჩვეულებრივი ყოველდღიურობა ჩვენთვის ფაქტიურად. და კი, ყოველდღე ხედავთ რომ არის მიწისძვრა და როდის იქნება ხო დიდი მიწისძვრა, სამწუხაროდ ჯერ მეცნიერებს არ აქვთ ამაზე პასუხი. ამიტომ ეს სამოქალაქო თავდაცვის თემა, რომ სკოლაში ისწავლებოდეს ბავშვებმა, ახალგაზრდებმა, დიდებმაც რა დააშალეს, დიდებმაც რომ იცოდნენ. რა უნდა ბავშვებსაც უნდა ასწავლიდნენ. ყველამ უნდა იცოდეს, ანუ არ არის მარტო ის რომ მარტო სკოლაში ისწავლებოდეს, ყველამ ჯერ უნდა იყოს ინფრასტრუქტურა და მერე ყველამ უნდა იცოდეს როგორ შეიძლება სხვადასხვა ტიპის საფრთხეების დროს აგერ კი გქონდა 2015 წელს რო ჩამოწვა მეწყერი და მერე წყალდიდობა გამოიწვია და მთელი როგორ უნდა მოექცა არც ადამიანებმა არ იცოდნენ, არც პასუხისმგებელმა ორგანოებმა არ იცოდნენ, არავინ არაფერი არ იცოდა. იგივე მერე, რავი, დითოლობა იყო იქ გურიაში, რაჭაში მეწყერი ჩამოწვა და რავი, პერიოდულად საქართველოში რაღაც ესეთი ბუნებრივი კატაკლიზმები ხდება, რომლებიც გარდაუვალია, ანუ ისეთ ფიზიკურად, გეოგრაფიულად ადგილას ცხოვრობ, ხო? საბამისად ადამიანებმა უნდა იცოდნენ თუნდაც მიწისძვრის დროს რომ უნდა მოიქცნენ იქ ლიფტი არ უნდა გამოიყენო მაგალითად იქ სახლში კარებთან ყოველთვის კონდეს პატარა რა ვიცი თავფანარი და 1-2 წყლის ბოთლი რა იცი რა ხდება ხო ის რომ პირველი კარი უნდა გააღორო თუ მოხდა თქვათ დეფორმაცია იმ კონსტრუქციის რომ ელემენტარულად ბინდიდან გამოსვლა შეძლო და ანუ ბევრი რაღაცა წვრილმანი თუნდაც რომ აი რაღაცა მოხდა და პირველ რიგში არ აყვე პანიკას და რაღაც ლოგიკურად დაიწყო მსჯელობა აი მოდი ეს ვქნათ რა კი ზოგადად პანიკა გამოწვეულია იმით რომ არ იცი რა გააკეთო როცა იცი რა უნდა გააკეთო პანიკაში ჩავარდნის ალბათობა მნიშვნელოვნად იკლებს. მე ვიცი რომ რამდენიმე ქვეყანაში მაგალითად თუ არ ვცდები ლიეტუვაში არის ძალიან ესე ღიად არის გამოქვეყნებული ბუკლეტები რომელიც ხსნის სხვადასხვა ტიპის ტექნოგენური, ბუნებრივი ან საომარი მდგომარეობის დროს ვინ რა უნდა გააკეთოს, რა ასე ვთქვათ, ქმედებები არის საჭირო სამოქალაქოებისგან, ვის რა ნომრები არის ჩამოწერილი, სად უნდა დარეკონ, ვის უნდა დაუკავშირდნენ. არის სხვადასხვა ქვეყნებში ამის გამოცდილება და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთანაც რო იყოს ასეთი ტიპის გამოცდილება. ჩვენთან ერთადერთი აი სამოხალისეო ორგანიზაციები როგორც მაგალითად AIC და მაზნიაშვილის ლეგიონი არის ძალიან ბევრი რამე ისწავლება მან სხვა შორის აი განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში პირველად სამედიცინო დახმარება ხო იქ რა ვიცი სისხლის შეჩერება და თქვა სხვა კიდე წრომანები ისწავლება ძალიან კარგად პრაქტიკულ მაგალითებზეც და შესაბამისად რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში სადაც საჭირო არის რაც პირველად სამედიცინო დახმარების გაწევა ადამიანს უკვე პანიკა არ ეწყება და რაღაც კონკრეტულ ქმედებებს აკეთებს და უბრალოდ ვაიმე გარშემო არ დარბის უკვე ძალიან კარგი ნაბიჯი არის გადადგმული ამ საკითხით და იმედია დანარჩენ სფეროებსაც ნელ-ნელა ყველაფერი მოიცავს. ხო, მთავარია მასებამდე მივიდეს ეს თემა, თორე რამდენიმე ადამიანმა რო იცის, ძალიან დიდი პლუსი არის, რომ არავინ არ იცის მაგასთან შედარებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა იცოდეს ამის შესახებ. ხო, ახლა თუნდაც ადამიანებს ესეთი რაღაცა რო ასწავლო სკოლებში, თქვა უნივერსიტეტებში, ან უბრალოდ ტელევიზორში გაუშვა რაღაც ვიდეო რგოლები, რაღაც კატასტროფული ფინანსები მაგას არ სჭირდება და ადამიანებს ელემენტარულად რაღაც წარმოდგენა მაინც ექნებათ, როგორ უნდა მოიქცნენ, ან როგორ არ უნდა მოიქცნენ, რომ მეტი შანსი ქონდეთ
გადარჩენის რაიმე სიტუაციაში, ხო? კი ბატონო, შენ ახსენე ვუბრუნდები ძველ თემას, მაგრამ შენ ახსენე, რომ უკრაინაში მთავრობასთან თანამშრომლობენ ურბანული მკვლევარები და ჩვენთან როგორ არის მდგომარეობა მაგ მიმართულებით? მე როგორც ვიცი, ინტერესი არის, მაგრამ ისე მაგალითად მე ხშირად თანამშრომლობ ბირთვულ საფრთხეების აგენტოსთან და ჩერნობილის მერე მაქვს რამდენიმე რადიაციის საზომი და ხანდახან რამე რადიოაქტიურს რო ვპოულობ, უბრალოდ ურეპორტებ ლოკაციას და მაგალითად სურათს უღებ, რომ აი მეთქი რაღაც ვიპოვე, რაღაც ფონავს და მიხედეთ. იმიტომ რომ ხა მე არ მაქვს არც შესაბამისი ხელსაწყო, არც ცოდნა მაგალითად როგორ მოვექცე მაგას და უკვე მოდიან სპეციალისტები. ან თქვენი საქმიანობით უკვე რაღაც სარგებელი სახელმწიფოს აქვს კონკრეტული. და ადამიანებს ვისაც აინტერესებს ეს თემა, როგორ შეუძლიათ რომ ჩაერთონ ამ მიმართულებით? მე ვფიქრობ, რომ შეიძლება რამე საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება, ვისაც შეუძლია მაგალითად ამ ობიექტების მოკვლევა, სულ რო არაფერი, რომ გქონდეს სტატისტიკა, მაგალითად რა გვაქვს, რა არა გვაქვს, სად გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში მაგალითად ხალხის ევაკუაცია მოვახდინოთ თავდაცვით ობიექტებში, ან მაგალითად რაიმე ბუნებრივი კატაკლიზმის პერიოდში იყოს რაიმე საინიციატივო ჯგუფი და ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ხოლმე სადმე რამე რო ხდება საქართველოში, უბრალოდ უმეტეს იმ ადამიანებს არც უშვებენ იმ დაზარალებულ ზონასთან, რომ კიდე ცალკე ისინი არ გახდნენ გადასარჩენი. ზოგი მართლა არის, ვისაც სული და გულით უნდა დახმარება აქვს, ჯანით, სურვილით, მაგრამ არ აქვს რაღაც აღჭურვილობა ან შესაბამისი ცოდნა და მაგის გამო სტრუქტურები ცოტა ერიდებიან მაგ ადამიანების მიშვებას, რომ აი შენც აღარ გაგვიხდე გადასარჩენი რა. ვფიქრობ, მაგ კუთხითაც უნდა იყოს რაღაც თქვათ მუშაობა ადამიანებთან, იყოს რამდენიმე საინიციატივო ჯგუფი, რომლებიც გაივლის სწავლებას თქვათ სახანძროსთან, იქ მაშველებთან და რაღაც სიტუაციაში შეძლებენ უკვე მათთან ერთად თანამშრომლობას, იმიტომ რომ ეხლა პატარა ქვეყანა ვართ, ხალხის რესურსი არის შეზღუდული და ხანდახან უბრალოდ იმ ხალხის რაოდენობა არ ყოფნის იმ დაზარალებულ ზონას, რომ იქ რაღაც მოხდეს თუნდაც ხანძრის ჩაქრობა, იქ ადამიანების გამოყვანა, ან სხვა თქვათ რამე. კი, შენ ძალიან სწორად თქვი, რომ პატარა ქვეყანა არის და დიდი ადამიანური რესურსი არ არის და რა რესურსიც არის, გამოყენებული უნდა იყოს და ძალიან ბევრი ადამიანი არის საქართველოში, ვისაც აქვს ეგ სურვილი. ხო 2015 წელს მე მახსოვს ხალხი როგორ გამოვიდა კი, მე ვფიქრობ, ალბათ ერთ-ერთი პირველი მაგალითი იყო ესეთი ხალხის ერთობის და რაღაც ერთმანეთისთვის დახმარების გაწევის სურვილის და ნამდვილად ესეთი ისტორიული მოვლენა იყო მაგ კუთხით, ვფიქრობ, რომ არც ეხლა გვაკლია, უბრალოდ არ გვაკლია ნამდვილად. ის იყო ერთ-ერთი პირველი ესეთი თვალსაჩინო. კი, და ეს რესურსი, რაც არსებობს ადამიანების მხრიდან, სურვილი, რომ ასეთი ტიპის საქმიანობაში ჩაერთოს, უბრალოდ ჩემი აზრით დანაშაულია, რომ არ იყოს ეფექტურად გამოყენებული. ახლა ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ, ჩვენ არა, მაგრამ სხვა ეპიზოდში ბევრჯერ ვისაუბრეთ, რომ თავდაცვის სისტემა როგორი უნდა იყოს და ჩვენნაირ ქვეყანას არა აქვს იმის ფუფუნება, რომ როგორც ამერიკას 2 მილიონიანი ჯარი ყავს, ეგეთი ჯარი ყავდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა და ამის მაგალითები არის, რომ მოხალისეობრივ მოდელში ხალხი სხვადასხვა ფორმით თავისი რესურსებით ჩაერთოს და ამის ძალიან ბევრი მაგალითია, მათ შორის შვედეთი ვახსენეთ დღეს და შვედეთი და ფინეთი არაჩვეულებრივი მაგალითებია ამისი და ამ მიმართულებითაც, როდესაც ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, რომელიც არის პრობლემური, ძალიან მარტივად რო ვთქვათ, უსაფრთხოების თვალსაზრისიდან ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ბუნებრივი კატასტროფების, მიწისძვრების და რავი, სხვადასხვა მიმართულებით დიდ თოვლობა და ასე შემდეგ, ესეც არ გვაკლია. შესაბამისად თავდაცვის სისტემასთან ერთად სამოქალაქო თავდაცვის და ეს მოხალისეობრივი თემაც მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია და რატო, რამე უშლის ხელს აი ამ ტიპის ან კლუბი რო ჩამოყალიბდეს, ან ორგანიზაციასავით რო ჩამოყალიბდეს, რომელიც გააერთიანებს ამ ხალხს და დაეხმარება, რომ რაღაცა ტიპის სარგებელი ნახონ თვითონაც და მეორეს მხრივ სახელმწიფოსთვისაც რამე შექმნა. მე ვფიქრობ, რომ ადამიანების რაოდენობა, ვისაც უნდა მაგ საქმეში მოხალისეობა, ნამდვილად მაგ ადამიანების დეფიციტი ჩვენ არ გვაქვს და ბუნებრივი კატასტროფები ბოლო პერიოდში რაც მოხდა, ძალიან კარგად გვაჩვენა, რომ უამრავი ადამიანი არის, ვინც
ჩვეულებრივად თავისი რესურსით მოვა მაქსიმალურად თავს დადებს. უბრალოდ ხა მაგის ორგანიზება ისე რომ თქვა რაღაც სახელმწიფოსთან იყოს შეკრული რომ თქვა სახელმწიფო ეხმარებოდეს აღჭურვილობით მაგალითად ან თუნდაც რაღაც დაფინანსებით ან სწავლებით არ ვიცი ალბათ იმედია ოდესმე გვექნება ძალიან მოხარული იქნება თითქოს ხო ხო თითქოს არ არის ინტერესი კი ძალიან მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს და კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ეს არის თემა, რომელიც ვფიქრობ, რომ დღევანდელი გლობალური მდგომარეობიდან გამომდინარე უფრო და უფრო აქტუალური გახდება სამწუხაროდ, ჩვენთვისაც და გლობალურადაც. და არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოვახერხოთ და ჩვენ შეცდომებზე არ ვისწავლოთ და ვისწავლოთ სხვის შეცდომებზე, გავითვალისწინოთ სხვისი გამოცდილება. ძალიან შორს რო არ წავიდეთ მინიმუმ უკრაინის გამოცდილება და რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა საბოლოო ჯამში ეს ინფრასტრუქტურა და ის ადამიანები, ვინც ამ თემაში არიან ჩართული და ვიმედოვნოთ, რომ ძალიან მალე მოხდება ამ მოხალისეობრივი მოძრაობების გამოყენება იმ დანიშნულებით, რა დანიშნულებად შეიძლება მას კონდეს და რა სარგებელი შეიძლება კონდეს სახელმწიფოსთვის. ძალიან დიდი მადლობა შენ ამ თემაზე საუბრისთვის. ჩვენ კი დაგიბრუნდებით შემდეგ სამშაბათს ისევ 8 საათზე. გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, იაქტიუროთ კომენტარებში და გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის გვერდი.